ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. ხურდება უკვე ჩვენი რიგით მეხუთე პოდკასტიც. სანამ უშუალოდ პოდკასტს დავიწყებთ, ჯერ სტუმარზე გაგაცნობთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ნოდო კოდუა, როგორ ხარ ნოდო პირველ რიგში თავს როგორ გძნობ. სანამ უშუალოდ გადავალთ უკვე პოდკასტის ჩაწერაზე და შევეჭიდებით იმ საკითხებს, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. არ დაგავიწყოთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Speedy Logistics-ი, რომელსაც სხვათა შორის ძალიან მაგარი შეთავაზება აქვს მოტოციკლეტებზე და აუცილებლად გაიცანით ამ შეთავაზებას და ასევე GoParts-ი ავტონაწილების პირველი ონლაინ მაღაზია. ეხლა უკვე შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი მოვიშვათ და ვისაუბროთ ყველაფერზე რაც ეხება მოტოციკლეტს რა. პირველ რიგში მინდა გკითხო, ანუ აი ეხლა უკვე ცხელი თემები არის რა ეს. ბოლისე და მოტოსაიდან ერთმანეთ. ჯერ აი ამ რბოლის თემებს შევეჭიდოთ რა, ცხელ ამბებს შევეხოთ და მე უკვე თავიდან მოვკვეთ ყველაფერს რა. ავტომობილის საკითხი შევეშვი დაახლოებით უკვე 2 წელი, 3 წელია ხო აღარ ვასპარეზობ დრიფტში, ბოლოს მოდ ვიყავი. მოტოს რაც შეეხება, მოტო ესე არ არის რომ აქამდე შეხება არ მქონია მოტოსთან, ბავშვობიდან მყავდა ხოლმე. დაახლოებით 15 წლის ასაკიდან, სხვადასხვა პირველი მოტოციკლეტი სტანტი მყავდა, ესე რო თქვა სტრიტის, რაღაც სუპერბაიკი, რაღაცები ცხოვრებაში არ მყოლია, მხოლოდ მყავდა 2 ბაიკი და 2-ვე სტანტი იყო. სტანტი გამოიყენება ვინც არის ცხვირის სასაწევად და რაღაცა მსგავსი რაღაცეებისთვის. ეგ იყო და ეგ რეალურად მაშინაც ესე ქალაქში არც მოტოთი დიდად არ დავდიოდი ხოლმე, ტრეკზე ვარჯიშობდი მაშინაც მყავად პადოქზე და არა წრიულზე. და როდის წინა წელს რეალურად დავინტერესდი რომ მეთქი რა ვიცი მეთქი რა ერთხელ ცხოვრებაში მაინც მეთქი რომ კალცოზე გამოვალ ეხა კალცოზე რავი ფორმულა ცარიანი ავტომობილი ყველაფრით რაც იყო ოდესმე საქართველოში ყველაფრით მონაწილეობას ვიღებდი და ძალიან ადრეც იყო მოტოს შეჯიბრი როცა მე ფორმულით დავდიოდი ხოთ რავი რა მაშინ რატომღაც არ მოხდა ისე რომ ცადე ეხა წინა წელს მეორე ეტაპზე დუკატით მივიღე მონაწილეობა მოყვარულებში რაღაცა ისე წარმოიდგინე მაგამდე არც ვაფშე მივლია მაგ მოტოციკლეტით არაფერი ეგრევე მოვიყვანე ტრეკზე ზუკა იღებდა ამ მოტოციკლეტით მონაწილეობას მაშინ ოძელა პრო კლასში რაღაც საბურავებით მაშინ ნახევრად სლიკები დადიოდნენ და რაღაც საბურავები რაც შეცვალა ერთად ვარჯიშობდა ეგ დავაყენეთ დუკატზე და დავიწყე ეგრევე კვალიფიკაცია არა მოყვარულებში გამოდიოდი თაიმატაკის სისტემით ეგრევე მივიღე მონაწილეობა და აღმოჩნდა ისე რომ რატომღაც გამომივიდა გამომივიდა ნიშნავს იმას რომ მაშინაც მახსოვს ზუსტად წუთი 57-ში ვიარე ხო პირველისთვის ხო თან წარმოიდგინე ხო გეუბნები რომ სუპერბაიკთან შეხება ეს არ მქონდა არ მყოლია რომ ან ქალაქში ან სადმე რაღაცა ხო ხდება ან ჯდომი რაღაცები ხო არის რა ისე არ მქონია შეხება თუ არ ჩავთვლით რომ ხო რაღაც მეგობარს ყავდა რავი მათ შორის ჯიჯის იმას ამას და ხო ზუკას და რომ გამოვართმენ და სოფლს გავიკატავებდი ხე ეგ ახო არ ნიშნავს იმას რომ ყავდა და შეხება ქონდა და ეგეთი შედეგი რო დავდე მაშინვე დავინტერესდი რომ მეთქი უბრალოდ რა შუა სეზონი იყო თან ვერ გადავწყვიტე ზუსტად რომელი ბაიკით უნდა მიმეღო მონაწილეობა დუკატი თუ BMW-ც ესეც ჩემი იყო და უბრალოდ ზუკას ყავდა და ვერ გადავწყვიტე მაშინ რომლით მიმეღო მონაწილეობა თან შუა სეზონი იყო და გავეშვი მეთქი რომ მოდი ესეთ სტრატეგიას მიმართე რომ ვარჯიში გინდა არ გინდა მჭირდებოდა ეხა რეალურად პრო კლასშიც მთელი წელი დარჩენა არ მინდოდა ცოტა ეგეთ რაღაცებში ძალიან ამბიციური ვარ და გადავწყვიტე რომ მეთქი ზამთარში ვივარჯიშებ თქო და როცა თოვდა მეც ვარჯიშობდი მაშინ ტრეკზე რეალურად ბაიკით უკვე წელს არაფერი დავიწყე გადმოიჯექი BMW-ზე მოდი უცბად მოვყვები მაგასაც ეგ უცნაურია მე მგონი რა იმიტომ რომ მეტესով ალბათ ხო რა ხო დუკატიც შორს არ არის არ ვიცი ეს გადაცემა როდის გავა მაგრამ სხვადასხვა დღეს ვიყიდე მაგარი დუკატი ოპა ბოლომდე დაიდება ეს გადაცემა ხო დუკატი ის არის რომ მინდოდა ლიტრიანი ყოფილიყო მაგიტო ვიყიდე ერი პანიგალის მოდელი ერი თავიდან ისედაც კაი არის ტრეკისთვის რა ეგ მოტოციკლეტი თან უკვე გადაკეთებული იყო რაღაცები და ბევრი ჩარევა არ დაჭირდება და მაგასაც გეტყვი რატომ ვიყიდე ერი რომ და რატომ მინდა ზუსტად ლიტრიანი იყოს იმიტომ რომ გეკითხა რომ ამბიციური ვარ და მინდა რომ ვიყო ერთ-ერთი ვინც პირველად მოტოციკლეტით სადღაც უცხოეთში წავა და მიიღეს ლიტრიანებში მონაწილეობას ევროპის მხარეს აი გვაკლია ხო ევროპის მხარეს
მინდა რომ წავიდე და მივიღო მონაწილეობა. მაქედან გამომდინარე შევარჩიეთ ერი რა. რაც შეეხება, ეხლა BMW-ი დავდივარ, არ არის ცუდი ბაიკი, მაგრამ BMW-ზე ხელები ამიცევია. არა, რას ვიტყვით, ან შედარებითი რომ გავაკეთოთ, ხო? წარმოიდგინე პირველად მოვედი ტრეკზე, მაშინ Ducati-ით გამოვედი, VRS დაახლოებით ალბათ 5-6 წრე, ძალიან ცუდად ვიყავით. არ ვიყავი ისე რომ თქვა არც გამოძინებული და არც ისე. და წუთი 57 ხო გითხრე გავიარე. მე BMW-ზე უკვე გადავჯექი რაღაცა უკვე Ducati-ით ნასწავლები ვიყავი, აი ეს BMW-ც სახში მეყენა აქედან, ანუ ავდექი ერთი დღე ქალაქში ვიკატავე, მე ჩავედი ტრეკზე. და რომ დავიწყე ვარ, ძალიან დიდი დრო დამჭირდა იქამდე, რომ წუთი 57-ში გამევა. ანუ წარმოიდგინე უკვე ნასწავლები ვიყავი რაღაცა და აი ბევრად მომზადებული ამ მოტოთი ვერ გავიარე წუთი 57-ში რა. ანუ უკვე მაქედან მოხდი რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო. თან უკვე მე ვცნობდი რომ ბევრად კარგად ვიჯექი ან მოტოს კიდარგია თავისი ჯდომა აქვს და წესი აქვს. ტრეკზე როგორ უნდა იჯდე, ეს არის გადასვლები და ასე და ასე შემდეგ. თან უკვე ეგ რაღაცები ინტერნეტშიც მოვიძე, ვიკითხე, შევხედე ვიღაცებს და ასე და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ წევდი ანუ დროს, ანუ თავიდან კიდარგია თან მარტო ვიყავი, დროს უყურებდი, რა შედეგი მექნებოდა. ბევრად რთული არის, ანუ Ducati-ზე მაგის თქმა მინდოდა BMW, ძიმი არის, ნელიც არის, უბრალოდ ანუ ისე რომ თქვა თუ და ეგ თემა დავხუროთ მარტივად მოხვდა ჩემ ხელში BMW და წელს დავდივარ BMW-ით და ვნახოთ რა იქნება. თან ხა შეჯიბრზე მაინც ხო სხვანაირი მენტალიტეტი ხარ გასული და ისეთ შედეგსდებ რომ მაგ მენტალიტეტზეც ვილაპარაკეთ, როგორ შედეგიც დავდე მე შეჯიბრზე ეგრევე. მაგრამ ну ამით ვარჯიში რომ დავიწყე მალევე ან უბრალოდ როგორ იყო იცი სადაც სეზონი დაიხურა მაინც კაი ამიდები იყო მე ანუ და ზამთარშიც მომიწია რა და აი სხვათა შორის ზამთარშიცა დავდიოდი სულ ეხა ტრეკზე შენც იცი ხო სულ ორი ადამიანი მუშაობს ხოლმე ნუ გასვლის მხრივ და ანუ გეუბნებიან ხოლმე სავარაუდო როცა მიდიხარ ტრასაღაც ჭუჭყიანი რაღაცა და ანუ ჭუჭყიანი კი გზაზე თოვლია და რაღაცას მეუბნებოდი მაგრამ ნუ რაღაცა მაგას ფაქტია შედეგი გამოიღო ბევრ რაღაცაში კი, აი მაგ შედეგებზეც ჩაუღრმავდებით უფრო რა. ნუ მაგ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. რაც ჩემი მიდგომები მაქვს, მაგ მიდგომებმაც, ანუ ჩემი მიდგომა არის რაღაცნაირად ყოველთვის ეგრე ვაკეთებდი, რომ ყოველთვის სპორტული ავტომობილიც ეგრე იყო ხოლმე, რომ ვცდილობდი, რომ ანუ როგორ თქვა, სუსტით კი არა, ანუ მაგალითად აი ეს ბაიკი, ხო? აი რა პრინციპი იყო, რომ არ ვაყენებდი კაი საბურავებს, რომ აი ჯერ იმ საბურავების მაქსიმუმი გამიგო. მე როცა კარგს დააყენე, ბევრად მარტივია რა თქმა უნდა, რომ მიარო, იმიტომ რომ ბევრად კაი საბურავი გაქვს, ხო? იგივე პრინციპია რა, ნუ ზამთარში ვარჯიშობდი, არც მოჭიდება მქონდა ხან ქარი მიბერავ და იქიდან ხან აქედან, ანუ ბევრი დაბრკოლებაში რომ რაღაცნაირად გაიზრდები, მე მარტივია ხო, ხა კაი ამიდი რომ აქვს, აროცხელია, კაი საბურავი გიყენია, კაი ტორმოზი გიყენია და ასე და ასე შემდეგ უკვე იმას რა ვქია, ხო? დიდი სხვაობა. ხო, დახვეწო და ბევრად მალევე ადაპტირდე რა. ხო, ზამთარში ვარჯიშთან ისეთ ასფალტიცივი საბურავის გათბობასაც უფრო მეტ დრო უნდა და თან ეხა კაი იმ ტრაექტორიას გათბობ -2 გრადუსი იყო, ზუსტად მახსოვს პირველად, გავიარე, ხო, წუთი 48-ში ნახევრად სპორტული სლიკი, თողოთ მინდა გითხრა რომ ის ნახევრად სპორტული სლიკი რა ვიცი, ან როგორ აღარ ვარგოდა იცი, ხო ტროსები შეატრიალე, გადაატრიალე თემები რომ მიდის, აი ხუჯერი იყო უკვე რა ბაიქზე გაკეთებული ეგ თემა. წუთი 48-ში რო გავიარე, მაშინ უკვე გავანებე თავი და დავიწყე დალოდება სეზონისთვის და ნუ სეზონიც რომ მოვიდა, მეც გავააქტიურე უკვე ვარჯიშები. ხო და აი ვარჯიშებმა პირველ რბოლაზე რა ვინც იყავით ალბათ ნახავდით ყველა როგორც იარე რანაირად იარე და რა საუკეთესო დრო დადე ამ ეტაპზე ვინც გამოვიდნენ რა ყველას დაბალი დრო როგორც მახსოვს 45 თუ რაღაც არა 45-0 რაღაც მქონდა საუკეთესო დრო საკვალიფიკაციოზე გავედი მანდაც ისეთი თემა იყო ანუ ვეუბნებოდი მაშინ ანუ ვინებიც ვიყავით რაღაცნაირად მოვიაზრებოდით კარგ დროს შეიძლება გვეულო ნუ ყველას ხო იცი დრაგი უყენია და ნუ უყენიათ უყურებენ ხოლმე რა და როგორ რაღაცა დროს რო დააფიქსირებ ხო ანუ ხვდები რომ სიტყვაზე გაიარე ეხლა 44-ში ან რაღაცაში ეხლა იფიქრებ ვინ მომიხსნი და კინარგიდან შეჯიბრის დროს ყველა საბურავს უფრთხილდება და მე უთხარ ბიჭებს რომ მეთქი ანუ რაღაც მაგარ დროში რო გაივლით მეთქი არ გეგონათ რომ მაგარია მეთქი რო შემოხვალთ მეთქი ანუ ვერ გიქნებათ კაი თქო და ეგრეც მოხდა რა მიხანამ 46-ში დავინახე რომ დაიწერა ვინ გაივლის 46-ში თან დაბალი ქონდა
მე 45 შემოვედი, ხო წამიანი სხვაობა მქონდა, მეორე ადგილზე საკვალიფიკაციოზე ვინც იყო. მაგრამ ანუ ეს გადაცემა როდის დაიდება? ბოლომდე დაიდება ეს? ხო, მაშინ ბოლომდე გეუბნები, რომ როგორც მაშინ თქვი, ეხლა გეუბნები, რომ ანუ რეკორდი ხარ 44. ეგ რეკორდიც დარწმუნებული ვარ მოიხსნება, კი, საკვალიფიკაციოზე. ხო, რაღაცნაირად შემიძლია უკვე თქვა, ანუ მაქნა გამომდინარე, ანუ დრაგის აპლიკაციაში უკვე მოხსნილია, მაგრამ ეხა ლაპტაიმერზეც დავაფიქსირე. ჩვენთან თან წინა პოდკასტში ჯიჯი რო ყოლდა რა, ჯიჯი თქვა, რომ ეს რეკორდია ხო მომიხსნევს და წელსო კიდე მოუხსნიო რა. ხო და ეს უკვე ძალიან საინტერესო იქნება. ეხლა რაღაცა ჯიჯი იძახის. ჯიჯი მესე თქვა, რომ იძახის. ეხლა დღესაც დამეკა ტელეფონს, ხო იცი რა? რაც თემა შეიძლება გაიჩითოსო და რო იცოდე წააგებო და მეთქი ანუ რომელი იმით მეუბნები მეთქი რა ანუ ვარიანტით ანუ რა გაქვს რა რაღაც ხონდა ქონდეს ან დროში დადიხარ ან რაღაც აი საიდან მეუბნები მეთქი რომ მოიგებ მეთქი ანუ უბრალოდ ეხა ყველა მიცხო დავეცი რა შეჯიბსო და იგი იყო ეგეც არაუშავს ანუ მე თქვი რა თავიდან სამ ყველა მოსახოვში არ დავეცემი მაგამდე მაგრამ ვერ ვული გინდა არ გინდა ეგრე არის რა ყოველთვის ხო როცა მაქსიმუმზე დადიხარ აი სამთრის ორჯიშები ჩემი რომ ავიღოთ დაცემამდე იმდენი მაკლდა რომ მაგიტო დავდიდი 48-ში. არ ნიშნავს ეხა 45 რო დასაცემი არის, მაგრამ ანუ ძალიან დაბალ დროს უმისნებ რა, სავარაუდოდ ფიქრობ რომ ანუ მოდი პირდაპირ გეტყვი, საკაკას ახლოს იქნება 53-9-ში ვფიქრობ რომ ანუ ხო იყო 44 მაღალი. აი წამის გაუმჯობესებას ვფიქრობ ზუსტად რეკორდის და მე ვნახოთ აბა ჯიჯის ქონდა როგორც ვიცი 50 ჯიჯის რეკორდი უკვე მოხსნილია კაცო ჯიჯის რეკორდი შარშან მოხსნეს და ხო არა ანუ ჩემი და ჯიჯის უკვე მოხსნილია და ჩათვალე 2 წამს მოხსნი მე ჩემ თავთან და ჯიჯის როგორც ვიცი 58 ქონდა საუკეთესო ამ ეტაპზე ხო და ანუ ჯიჯი უნდა მოხსნას თავის თავთან 1 წელი კიდე და არა მგონია გამოუვიდეს ეგ საკითხი. ჯიჯი გვიყურებს ეხლა და გადატენილია კლავიატურა იმენა. არა უშავს. კლავიატურა გადატენოს და. იქ არ გამო. ძალიან საინტერესო იყო რა. ხო მეგობრობთ, მე მეუბნები მაშინ და ხო იცი ხა საერთო ჩატიც გქოს ხა მეგობრობა, მაგრამ აი 10 წრე მტრები ვართ. ნუ ეხა ეგ არის რა. ხა იქ სპორტია რა. წარმოგიდგენ პირველი ეტაპი იყო მოვედი და ყველაფერი გავაფუჭე, ხო? ანუ ჯიჯისაც ხო გავასწარე, ხო გაუსწრებელი იყო, ხო გავასწარე. დავეტაკე კიდევაც მაგამდე რესტარტის ამო ხო ანუ არ დამითმო ადგილი და ნუ აი ხა სპორტია რა აუდექი დავეტაკე ხა თუ დავეცემოდი ანუ ზოგადად ეგრე ვარ რა მოტოციკლთან მიმართო როცა ვჯდები ვიცი რომ უშვებ იმას რომ შეიძლება მოხდეს ის რომ დავეცე ხო მაგაზე რომ არ ვიფიქრო და რო ვიფიქრო იმაზე მე ეგრე ვფიქრობ რომ არ დავეცეთი ვიარო მაშინ ვერ ვიული ხო და ანუ იმიტომ დავჯექი და იმიტომ უთმობ დროს რომ მინდა რომ კარგად ვიარო ხა ხო არა ეგ ყველაფერი ხო ძალიან ლოგიკურია და ნუ რა მე მგონი რომ ყველას გააზრებული გვაქვს ვინც მოტოციკლით დავდივართ და ეხა მით უმეტეს როცა შეჯიბრზე გამოდიხარ სპორტს ეგეთი რაღაცები უახლავს რა და თან მოტოს მით უმეტეს ხო კი ხო აი ეგ ეხა შეიძლება თქვი რომ თან მოტოს მით უმეტეს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ყოველთვის მე დავება ხოლმე რომ მოტოზე რთული არისო მანქანის წრიული რა და ნუ ფორმულა ესე რომ ვთქვა MotoGP-ზე რთული ფორმულაო და ხო ფორმულა ხა MotoGP-ზე არც ერთი ქართული ნაჯდომი არ არის და არც ფორმულაზე ნაჯდომი ხა რაღაცა ისა წარმოსახვით უნარით შედარება უფრო გამოდის მაგრამ მოდი ესე შევადაროთ ხა ფორმულა 3-ზე დავდიოდი და ფორმულა 3 და მოტოს თუ ანუ შედარებას გავუკეთებთ აი რა ვიცი ანუ ვერც ერთი ლოგიკით ვერ შეედრება ვერაფერს არც სიარულით ანუ რო თქვა რომ აი ტორმუზით მოხვევით დაწოლით აი რაღაცით ხო ორგანიზმთან მიმართებაშიც ან შეგრძნებით არ შეედრება რა ერთმანეთს აი ვაფშე სხვადასხვანაირი მოსახვევში ანუ შესვლა უნდა ტორმუზის დაწყება ვაფშე სხვადასხვა ანუ ზოგადად ავტომობილი და ფორმულაც მათ შორის მარტივი რომ ავიღოთ რა მარტივად რომ ავიღოთ ხოდ მუხრუჭზე რო ვისაუბროთ ხო ანუ ავტომობილს ამოხურჭებ და მოსახვევში იწყებ შესვლას მოტოციკლეთითაც რეალურად როცა დამწყები ხარ სავარაუდოდ შენც ეგრე აკეთებ მეც ეგრე რო ვაკეთებდი მქონდა რაღაცა ძალიან ცუდი დრო როცა დავიწყე რომ აი მუხრუჭით რო შედიხარ რომ ანუ რო სწორად რო წახვე წარმოიდგინე არ გეყოფა ადგილი და აი დამუხრუჭებული უნდა შეხვიდე და თან ანუ დაწვეს პრინციპი გააკეთო ხო ანუ უკვე მაშინ დადიხარ სადღაც იმ ზღვარს ეთამაშები და ანუ ავტომობილი ვაფშე რადიკალურად მაგის ახსნა მინდოდა რომ სხვა არის რა ანუ არ შეედრება ერთმანეთს
ფიზიკურადაც რა ვიცი, დამღლელი არ. ფიზიკურად რომელი უფრო დამღლელია? აქ ხო სულ მოძრაობაში ხარ. ანუ ისიც ძალიან დამღლელი, ან წარმოუდგენთ ვიღაცებს, რომ ზიხარ და რაღაცა ერთი საჭია და ატრიალება, ახლა მე გეტყვი რომ და ისედაც ხა ტანათაც წონა ბევრი არ მაქვს. ავი დაახლოებით ხოლმე 9 კილომდე შეიძლება ეტაპზე დამეკლო ხოლმე წარმოგიდგენ ჯამში ისე ვიღლებოდი და იმდენი ოფლი გამომდიოდა. ხა რომ არ მოგა პირიქით, მოტოციკლებზე უფრო არ ვიღლებდი. ხო, აი შემიძლია მოტოციკლი ძალიან ბევრი ვიარო. მესამე თვალით აი რაც შენ თქვი რა რომ იგ ზიხარ და ატარებ და აქ ჩანს რომ რაღაც გადადიხარ, გადმოდიხარ. ისეზე იმხელა დატვირთვა იყო ახლა მე ვსაუბრო ფორმულა 3-ზე და არა ახლა რაღაცა კომპაქტის კლასი ან რაღაცა ახლა ნუ ის რაღაცა იქ არ დაიღლები ხა ეგრე ძალიან იქ ემოციურად უფრო იღლები. მაგრამ აი მაგალითად ფორმულასთან შედარებით ემოციურად მოტოზე უფრო ვიღლებოდი. რაღაცნაირად აი ემოციურად მღლიდა, ანუ მაგალითად არ ვიცი შენ გქონია თუ არა, მაგრამ ანუ ეგრეთ წოდებული შუშნია ხო. აი ეგ ბოლოს განვიცადე, არ ვიცი, ალბათ აი ძალიან ბავშვობაში პირველად დავიწყე რა ავტოსპორტი მაშინ და ეხა მოტოთი რო დავდიოდი რაღაცა მე-6 წლზე მივხვდი რომ ნერწყვი აღარ მქონდა რა, ანუ მაშინ მივხვდი რომ ანუ მაგარი ადრენალინი მქონდა და ანუ ვაფშე რეალურად ეგ არის რამაც ძალიან ჩამithრია რა, რაღაცა ხო ხვდები რაღაც ძალიან დიდხანს რომ აკეთებ ეს ადრენალინის საკითხი გინდა არ გინდა და ნერვიულობა და რაღაცები გადაგდის. აი ეგ უკვე რაღაცა ავტოსპორტში რაღაცა ნაწილობრივ აღარ მქონდა რა და აი მოტოზე უცბად რაღაცა იქ გამეჩითა და ეგ მინდოდა ზუსტად და თან ხო გეუბნები ანუ ეგ ის მაქვს ხოლმე რა როცა მოტოზე ვჩდები არის შეჯები თუ არა და გავდივარ ანუ არ ვიცი მოვალ თუ არა ხოლმე რა ისევ და ანუ ეს რაღაც აი იქ თამაში ჩემთვის რაღაცა ძალიან ისეთი არის ხოლმე რა და მაგრამ ეგ მხიბლოს ანუ საერთო ჯამში აი ზუსტად ეგ მენტალიტეტი შვება ალბათ რასაც შვება რა რომ მზად ხარ რა ანუ კიდე არა იცი რომ უნდა გახვიდე და დადო შედეგი რა წაიქცევი თუ არ ხა ძალიან ბევრი ვიცი რა ხა მეც მქონია მსგავსი ის რომ აი მოსახოვში შედიხარ ხო დიდი სიჩქარით და აი ხა არ წავიქცე და აი მაგის ხარჯზე რომ ძალიან ელდები და აი კიდე აი შენ გიყურებდი წინაზე რომ ვარჯიშობდი მიყავი რუსთავში და ისში რომ გადარჩი რა ანუ აი ეს ერთი წამი ხო გადაუჭერე ხო და აი ეს ერთი წამი რო წვის რო გადარჩი ხო მაგარი ადრენალინი მიიღე ხო აი რა შეიძლება მოხდეს რომ ხა ეგეთი ანუ ხო იცოდი რომ ანუ ან დაიმტრევდი და არ დაიმტრევდი და მაგრა გაგისვა ხო არის ეგ მქონდა ზუსტად ანუ ეგეთ რაღაცებს ქალაქში მიჩვეული ვარ მსგავს ფიქრს რა ხა მეც ვიცი რომ ხო შეიძლება წავიქცე შეიძლება არ წავიქცე მაგრამ აი მანდაც რო გადავდიოდი ორიენტირებული ვიყავი იმაზე რომ всё აი იქ გავიდე რა всё ანუ ხა აი თავიდან მქონდა ის ფიქრი რომ აი მსგავს სიტუაციაში ალბათ რომ მოხვედრილიყავი ან ძალით წავიქცეოდი ან პირდაპირ იმაზე დავიწყებდი ფიქრს რომ აი ხა ვიქცევი და всё და უეჭველად წავიქცეოდი რა მაგრამ მოკლეს გადავჭერ დროში ვცადე რა სხვაობას მაგაში ჯობნი უკვე ხედა მე რამდენჯერ ეგ და მოკლე გზები ვიცი არა რამდენჯერ ეს და მე მარტენდეჯერ ვერ გადავჭენ ორჯერი სამჯერი იყო ეგეთი რაღაცა ყველას გონია რომ ორჯერ დავეცი იყო იქით ყველას გონია რომ ორჯერ დავეცი რეალურად სამჯერ ვარ უკვე დაცემული ერთი ზამთრის ისტორია მაინც ისე ვერ გადავრჩი ზამთარში მაგრამ მაშინ მარტო იყავი ტრეკზე და ხო არა მეორეჯერაც მარტო ვიყავი რომ დავეცი კაკას S-ში ოღონდ მე პირდაპირ წავედი მე მაშინ უბრალოდ ვიდეო გადავიღე და დავდე თუ ძალიან დიდი ხანი მომიწია მარტო ყოფნა იქ და ტელეფონი დამქონდა და ვიდეო გადავიღე და დავდე მე ნუ მესამე იყო ყველაზე სამწუხარო ხა შეიძლება დავეცი რა თან არა ნუ ის არისო ანუ საჭირო არისო რა ზუსტად ეგ იყო რა ჩემი დაცემა საჭირო იმ მომენტში არისო რა ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ ხო ხვდები ანუ ჯიჯი მოდიოდა ჩემს უკან და რა ვიცი ძალიან ბევრს ვასწრებდი უკვე ანუ დიდი უკვე თან რომ მე სულ ვაწრე გააკეთეს იმიტომ გაწვიმდა თან მით უმეტეს და რა ვიცი აი ნელა რომ მეულო ესე რომ ვთქვათ აი მიკატა ვასავით ანუ ვერ დამეწეოდა რა. ანუ შანსი არ იყო ძალიან ბევრს ვიგებდი უკვე და. აი მანდ ემოციურად ის შეგრძნება გქონდა რომ აი უკან რო იცი რომ ჯიჯი მოყვება რა? არა. არა. სადმე არ გახტეს. არა, ანუ ეგ ვერ გექნება, ეგ შეიძლება გქონდეს, ანუ მაგას ვიძახით, უბრალოდ მაგას უნდა რის იმედი გაქვს, მეთქი ანუ დრო უნდა გქონდეს მაგისი რა. ანუ ხო ხდება, ანუ შენ დადიოდე რაღაცა ჩემზე ბევრად დაბალ დროში, რომ სადღაც ვიფიქრო, რომ აი მე 5 წლიდან დაიწყებს იმ დროში სიარულს, მე შემიძლია მაქსიმუმი რაღაც ეს და როგორც გამოვაკლო ხო, ხო მათემატიკა ამანდაც რაღაცა ხო არის. და ნუ სადღაც დამეწე მე 9 წლზე, მე რავი ბოლო წლზე და პლუს დაწევა ერთია, მე მან დაწეულს გასწრებაც ხო უნდა ეხა, ის ხო არ არის. მარტივი სადღაც ეხა ვინ
ხო არ დაუთმობ ახლა. ხო აი ეს ჭიდილი უკვე საინტერესოა რა იმიტომ რომ ჩვენ მიჩვენები ვიყავით ხოლმე რომ ხო აი გეუბნები მე უფრო მინდა და ანუ მაგას ეხავე ვიწეხი რომ ნეტავ ყველა ერთ დროში დადიოდეს რა ანუ ეხა ხო საინტერესოა და მეც ადრენალინს ვიღებ მე ალბათ მაყურებლისთვისაც და ჩემთვისაც აი მენა ის უფრო ბევრად მინდა ვიღაცა ზუსტად ჩემნაირად დადიოდეს რომ წარმოვიდგენ რა მაგარი საყურებელი იქნება საქართველოში აი როგორც მაგალითად MotoGP-ზე რომ აი ორია მოტოციკლები ერთმანეთზე მიბჯენილი რომ არის და იმის რაღაცა შეცდომებს არ პატიობენ ერთმანეთს და მაგ შემთხვევაში ის გამახსენდა რა მომენტი აი როსი და მარკესი რომ მედიან ხო იცი გვერდ მოსახვევში და აი ხო და ანუ რატო არ როცა შეიძლება ხო დაძაბულობა რა ასწორებს კი რატო არა ძალიან კაი არის აი ხო და აი ხა წინა წლის ჩემპიონი არ დაგვაუწყოს ხო ხა რობანას ხა პრობლემები აქვს თან მოტოციკლებში ხო შეცვალა და აი მაგრამ მინდა რომ რუბანამაც იქნებ დრო იმას ქნას რომ რაღაცა მოტოს პრობლემები აქვს ცოტა ეხა და რუბანა მიხანამაც რა არა ნუ ხა მიხანა ხო იძახდა რა რომ ეხა 600-იანი რო გადმოჟდა litrაზე ა მიხანას რასაც მე ვეუბნებოდი ყველაფერი აუსრულა რაღაცებს წუწუნებდა აი იქნებ საოცნებულა ვიძახო ვიარო და რაღაცებს იძახდა და ყველაფერს რასაც ვეუბნებოდი ზუსტად აუსრულდა ხო და აი თქვენ სამი დადიოდით ზუსტად აი ხო მაგრამ ძალიან შორს ვიყავით მაინც რა აი ძალიან შორს ვიყავით რა და ხო მაგრამ ჩათვალე ჩვენთვის ეგ მაინც ისეთი სანახაობა იყო რა ეხა იქ ვინც ვიდექით დამჯერე მე უცბად წკაპდა გამოვიქეცი მაინც რა და ხიდთან ხო ყველაზე მეტი ხალხი გროვდება ხოლმე და აი იქ რო ლაპარაკებს ისმენ რა ყურს რომ მოკრო ხო რა უნახე და წკაპდა მეორე წრე და უკვე წინ ხარ რა იმიტომ რომ ის დადიოდით ერთად რა პირველი ჯიჯი დადიოდა მე შენ და მე მიხანა მოპოვდა რა პირველი მიდიოდა ისე ზოგადად პირველი კვალიფიკაცია ჩემი იყო რომ დავსტარტეთ ანუ არ ვიცი ხო გეუბნები მოტოსთან შეხება არ მქონია ყოველას ხო გონია რაღაცა არანაირი შეხება არ მქონია რა ტრანსპორტთან ეგეთი ცხოვრებაში არ მყავს და ანუ რომ დაუძრა რა არ მიცდია ხო ხტები რავი ახლა პიტლენიდან გავსვლა ხო არ იგულისხმო სტარტი და ახლა ნუ გიორგი გახელა ხო იცი და ვინ არის ვინც მოტოსთან ახლოს არის ალბათ კი არა და ყველა მიცის და გახელა მოდის რაღაცებს მეეხსნისა 5000 დაიჭირე ესეპლენი ცოტა გაწელენ და ხო ხტები თან გინდა არ გინდა მე როცა რაღაცას მიხსნი მანქანასთან ხო უნდა რაღაცა კვეთა გააკეთო რომ იქიდან უფრო მარტივად მივხვდი და მეთქი ბიჭო ერთხელ მაინც ხო შეიძლება ვწდი მეთქი ქვედა ეს და მეუბნებიან რომ არცადონ და ძალიან სუსტი ცეპლენი აქვსო და შეიძლება ანუ ერთიც თაქ გქონდესო რა და ნუ გაგიფუჭდესო და მაგას ხო ჯობია რომ სტოზე ვირ დაძრა და ნუ კაი დრო გაქვს რა დაეციო რა აი რა გითხრა ხო დაუძარი და აი უბრალოდ ესე თავი შევატევი და ჯიჯი როგორ მოდიოდა იცი ანუ აზრი არ ქონდა არანა აი ეგრევე გაიარა ჯიჯი ეს შუაში რო გამოძრა ხო მაგას იცი ჯიჯი მეგრევე გაიარა თავიდანვე მე მეორე წამოვედი მე და რომ მოდიოდით მეორე მოსახვევი რომელიც არის მეხანას ვიდეოში ჩანს რა იმდენად ნელა მიდიოდა ჯიჯი და ესე ვიფიქრე ერთ მომენტში ხო არ გამოვიწო და გარედან ხო არ გავასწრო თქო და აი მაგ ფიქრის უკვე დროს გამოვედით ვიხოცი რა და ოდნავ ადრე გავხსენი გაზმე ვიდრე ჯიჯიმ იმიტომ რომ ზოგადად აი ავტომობილის შეცდომა დაუშვა გინდა არ გინდა იმან რომ ცოტა ადრე გახსნა ხო აი სიტყვაზე მიაბჯინე რა ავტომობილს უკნიდან ნუ შეგიძლია პატა მცირედი კონტაქტი გააკეთო ეგეთი და გაყვე რა და ნუ ადრე გავხსენი მე ცოტა ნუ მე შემეძლო ვიგზენი და მეგონა ჯიჯი სადღაც იქვე მალევე გავხსენა მე გავხსენი და იმის არ წავიდა ჯიჯი და უკენა ვეტაკებოდე მაგის გამო დავკეტე რომ დავკეტე და იმან გახსნა და ეგ მომენტი ამერია ძალიან და მაგიტომ იყო მე მიხანამ გამასწრო და მეორე ანუ მესამე წრეზე უკვე მიხანას გავასწარი და მეოთხე წრეზე ან მეხუთე წრეზე უკვე ჯიჯის დავეწი და გავასწარი და მოკლედ ჯიჯის რო ვეწევდი რას გრძნობდი იცი ჯიჯი მარიჩა და რომ მეორე მე მივდიოდი ეგონა რა როგორ იცი წავიდა და მეთქი ანუ ისე მინდოდა რომ ისე ჩქარა გამესწრო და ისეთ ადგილზე სადაც ანუ არასდროს არავის არ გაუსწრია მეთქი ან რაღაცას აი ვფიქრობდი იმიტომ რომ ვეწევდი ყველა მოსახვთან ყველა მოსახვევში და ყველა მოსახვევის გამოსასვლელთან აი ძალიან და ძალიან ვეწევდი თვითონაც შორს იყო რა ზუსტად ერთი წრე ხო უკან მომიწია და მივხვდი რომ ხიდის მერე მარჯვენებში ძალიან ნელა გადიოდა ჩემთან შედარებით მეთქი აი მარჯვენებიდან რო გამოვალთ ესამდე მანდ გავასწრდა თან ხო მანდ ვიყავი დაცემული და მაგრამ ეშინოდა ხოლმე მანდ გაჩერების რა ანუ მანდ იმიტომ დავეცი რომ ვერ გავჩერდი ხათა გასწრება გააკეთო თან ვერ გაჩერდი და ეგრევე დავიმტრო მეთქი და რაღაცები ხო ხდება მაგდროს ყველაფერზე ფიქრო და ანუ ზუსტად ეგ ადგილი მაინც გამოვიყენე რა მარჯვენებიდან
ბევრად კაი გამოსვლა მქონდა და ესამდე ვაფშე არ მეულოდება და თავისის მიდე და თავისს ჩაუვარე ტორმუზზე და მანდ გავასწარი რა. მაგრამ სამწუხაროდ მეორე წრის მერე დავიწყებ და მე უცბად ხო ხდები ანუ პირველი რომ წამოხვედი და ეს პირველი რეაქცია რომ თან გინდა არ გინდა მაინც ეუცნაურა ხალხსაც რომ ანუ ჯიჯის ხო და მე უცებ და წკავ და მოვიხედეთ და ანუ ხიდის ქვევით რა პირველი მარცხენა რო არის პატარა მოსახვე მან გამოდის ჯიჯი მიხანა ეს მოყვება და სადა ანუ თუ არა რა ნუ რა მოხდა რეალურად ამ მოხდა მე ტრაქს ვიყავ წარმოიდგინე სულ 7 წრევი არის ხო? ანუ პირველი წრის გარდა როცა მიხანამ გამასწრო, გასწრებებიც რომ აი ხო მაინც ხო გინარგია დროს კარგა. წარმოიდგინე 45 ერთზე მაღლა არ მივლია, სულ 45 ნულ რაღაცებში დავდიოდი, ანუ სულ ყველად რომ მქონდა საუკეთესო და საუკეთესო ქონდათ მიხანასაც დაჟე შეჯიბზე 47-ზე, ანუ 2 წამით ჩქარი ვიყავი რა. რაღაცნაირად აი რა შეცდომა დაუშვიცი, ანუ მე თვითონ შევედი რაღაცნაირად, ანუ ეგრე ვარ რა, ზოგადად რაც უფრო მეც დავდივარ, გითხრა, ანუ ხო გითხრა არ ვიღლებით. უფრო და უფრო მაგარ ფორმას შევდივარ და ყველაზე უწყინარი მოსახოვია ჩემეზეთ ეგ მეორე, როცა ერთი სიჩქარით, ერთ მხარეს დაწვენილი მოდიხარ რა. უბრალოდ იმდენად უკვე ფორმაში ვიყავი, რომ ის არ მქონდა ვიცოდი რომ ახლოს არავინ არ იქნებოდა. უბრალოდ მინდოდა აი ზუსტად ის რომ მეთქი ბარე მეთქი იქნებ რეკორდიც მოხსნა თან მაგაზეც ქულა რაღაცა დროის რეკორდი. და უფრო იმოშებოდი და ანუ ეგ იყო ზუსტად ის რასაც ვფიქრობდი თვითონში რომ ბოლო წრე იქნებოდა რასაც ანუ რეკორდის მოსახსნელად მივდოდი რეალურად მაგ წრეზე რა ანუ ეგ იყო ჩანაფიქრი და მე უკვე შევანელებდი ანუ ტემპს დავიჭერდი და ახლობით ანუ საშუალოს ეხა არ ძალიან ვიცოდი რომ ლიდერი ვიყავი და შორს ვიყავი მეთქი ტემპს დავიჭერდი და ეგ უბრალოდ ვერ გადავრჩი რა მაგ მოსახვეში მარტო თქვა წინა ბორბალი გამიცურდა მიზეზი იყო ის რომ ძალიან დავწექი. ანუ ფეხის დასადები შეეხო. როცა გძნობდი რომ ედებოდა, არა, ხშირად ვადებ ხოლმე მაგას უკვე, მაგრამ როცა გძნობდი რომ ედებოდა ხოლმე, მაგ დროს უკვე ვიწყებდი ხოლმე ცოტა გასწორებას რა, ან კაკას როცა ეგეც ედება, უკვე ბორბლის ზედაპირიც მთავრდება დისკისკენ გადადის და ცურდება ხოლმე რა და. ძალიან კიდეზე. ხო, ერთხელ შეეხო, ორჯერ ან ბევრჯერ შეეხო, ხმა გავიგე, რათა სამხარეს დაწვენილი ვიყავ, აი მოვდიოდი, რავი, მან ხო იცი სტარტ ფინიშის მე მარჯვენა რომ არა მაგას აქვს უკვე როცა დროს ეთამაშები ძალიან დიდი მნიშვნელობა და ანუ მაგას როცა მით უმეტეს შენ ზიხარ ხო შენ ხო გცნობ რომ კარგად გამიდიხარ თუ ვერ და აი ეგრე ეგ მოსახოვი ჯერ დღემდე არ გამიულია რა აი ძალიან მაგრა გავიარე და მეთქი ხა აქაც გადავწვევი და მეთქი ეგ არის და ანუ ხო ხდები არ გაუშვი რა ანუ მაგას ქვია რა ვიცი რა და ღორობა უნდა და არ გაუშვი და პლუს გაზიც ადრე ანუ ძალიან ბევრი მოვითხოვე რა გაზიც ადრე გავხსნი ძალიან დაწვენილი ვიყავი და წინა ბორბალი გამიცურდა მუხმში ხო ანუ და როგორ იცი ხო ესე ვიწექით სამხარს და რო გაცურდა როგორ მივხვდით ამ პლუს რული აქეთ დაიკეცა და ხო იცი როცა მარცხნივ გინარგია მარჯვნივ ქაჩები აქეთ რო დაიკეცა ბოლომდე მივეცი გას რა ანუ მივხვდი რომ წინა ბორბალი გაცურდა და მოტოციკლეტი ანუ გავასწორე რეალურად დავდექი სწორად და ავდექი გაზი დავკეტე და თავიდან დავწექი. აი თავიდან რომ დავწექი მეორეჯერ, აი მე მოვწყდი რაღაცა ძალიან ცუდად. ნუ რეალურად მეორეჯერ რაც შანსი ხომ მქონდა, ნელა მეცადა რა. მაინც არ იმოსქენი რა გავაჩერე. არ გავაჩერე რა, ანუ არ დავნებდი ისემო და ეს შევედი პირდაპირ. მაგრამ ეხა მეორე ეტაპი მოდის უკვე ეს ვიდეო რო დაიდება 2 დღეში უკვე ეს იქნება რბოლა იქნება და უკვე სიტყვა ნათქვამი გაქვს, რა ჩაწერილია ყველაფერი. ანუ რა ვიცი, რა ვის იმედი აქვს, მაგრამ მე ხა ხო ვიცი დავდივარ, მე ვის იმედი მაქვს ვიცი. ნახო, საინტერესო მე გეუბნები, ჩემთვის ანუ არ ვარ რა ეგრე პირიქით მინდა რომ ნიტავ ყველა 44-ში და 43-ში და 40-ში იაროს, ანუ ბევრმა, რომ მე ეს ყველაფერი ანუ ბევრად საინტერესო იქნება რა მაყურებლისთვისაც რა ანუ სპორტის განვითარებისთვის ძალიან მოტოს შეჯიბრზე მოვდიოდი ხოლმე მაგამდე ჯიჯის ბალეში ყავდი რა ეხლა და მოვდიოდი ანუ უკვე საინტერესო აღარ იყო ხდები რა აი ჯიჯი მიდიოდა ასრებდა ყველას რაღაცა ფულ საინტერესო რობანამ გახადა და ეხლა ხო ხდები აი რობანაც მოიხდეს მიხანა მე ჯიჯი ვაცები რავი მათ შორის შეიძლება შენ შემდეგ წელს უკვე ფორმაში იყო რაღაცა და ხო რა ბევრი უკვე ანუ ერთ დროში რო ივლის, ხო, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის შეცდომებზე ხართ დამოკიდებული.
ხო, რომ გასწრება მოხდეს და ანუ ეგ უკვე საინტერესოა და რაც საინტერესოა და რაც შოუა ხალხიც მაგას უყურებს. ნუ იმერე შეიძლება წრეების რაოდენობაც გაიზარდოს და რავი 10-10 წუწუნებენ და 7 და რაღაცებს ვიძახიან. აი ხა შემეძლო ძალიან ცოტა. ზუსტად ეხა რა ვიცი ჯიჯის იმდეს ვახსენებ უკვე ასლოკინებს, მაგრამ ერთადერთი აქვს მაგის იმედი, რომ ეხა ხო არის შაბას სპრინტი ჩვენი და კვალიფიკაციაზე ხო ვისაც უკეთეს დრო იქნება უკან იქნება და მაგის იმედი აქვს რომ სპრინტზე ეგება რაღაცნაირად აი თავის იმის სტარტის ხარჯი რომ გავარდეს და 5 წრეა რომ იქ ვერ დავეცი. ნუ აი ეგ შანსი მე მაგ შანსს ვაძლევ ხა არ ვიცი ვერ სტარტავდა რა ვქნა რო სტარტავდი არ მიცემდი მაგრამ რეალობა რაც ძალიან საინტერესო იქნება ეხა უკვე всё ჯიჯის გაბრაზებული შემოვა იქ მაგრამ მოტოციკლეტის ვიდეო რო ჩავდო ორი მოტო უყურე მაგას ერთმანეთს რომ ეჯახება და ერთი რომ მეორეგან გადახტება არ მინახავს ეგ ეგრე უნდა აი უკან უნდა მოვისა შესო მე 5 წელი და მე უნდა მოვიყვანო 10 წელი ანუ დავატყმევ ფინიშზე მე მოვიყვანო ძალიან საინტერესო იქნება იმენა აი ბოქსებიც ცოტა ახლოს რო გქონდეთ თქვენ რა კიდე უფრო გავართობოდი ნახოთ საინტერესო მაგ ყველაფრის გამაზო არ იქნება ასე რომ ყველა უნდა მოხვიდეთ 27-ში ტრეკზე 26-შიც და 27-შიც ანუ ესე ხო ხდები რა ქვია პედესტალით ჯერ ვერ წავაგებინეთ ჩვენ და უმარცხებელ ჯიჯის მაგრამ წელს და მე იმედი ივარჯიშებს ხო უყურე რა ხდება ეგ ყველაფერი ხო საბოლოო ჯამში საიდან მოხდა ხო რომ კიდე არ გინდა ვერ გაიქცევა ვარჯიში ხო გჭირდება რა თქმა უნდა ხო ვარჯიშიდან ან მე საკმაოდ ჩემზე ბევრს ვარჯიშობ აი ხა ვაპირებ რომ სამშაბათი დღიდან დავიწყო და ბოლო დღემდე კვირა დღემდე ყოველ დღე ვივლი დაახლოებით დღეში საშუალოდ 5 გასვლას მაინც გავაკეთებ 4 გასვლას 15 წუთიას რა ანუ მაგალითად რომ მივალ დილით შუა დღეს და საღამოს გავული დღეში 3-ჯი ეხა იქ მაგას მიზეზი აქვს იმიტომ მინდა რომ ზუსტად იმ დროს რეკორდის მოხსნა მინდა და ხო თან ბევრად და მაგით უნდა ვივარჯიშო და რა ვეგენი არ ვარჯიშობ ცოტას რომ გააბრაზებ მე უფრო ისე დაიწყებს ხო და რა მეტი რაღა გავაბრაზო ხო ნახე წაგებული მოხდა უკვე რა ერთი ამართლად იწყე ყოფილი კრუგზე დავეწეოდი რა ეხა ათი რა ვით უნდა გააბრაზეს თუნდა თავი დაანებოს ხო ძე არა ჯიჯიმ თავი არ უნდა დაანებოს ჯერ ადრე არ ეხა მე მაგას იმიტომ ვიძახი რომ გააბრაზო კაი მაშინ აქედან შეუფიცხინოთ კი ხო ფრთხილად იყავი თავი არ დაანებო და დაანებოსა თუ დაანებებინებ ხო აი ეგეთი რაღაცები უნდა ხო გონიერ ხო და რასაკეთებ იცი ანუ რაღაცებს იმაშობა და ეხა ხიმან დროს მოდი შემოგიშვებ ორი ბოქსი იმაშობა ხოლმე რა მირეკავს და ხო იცი მაინც ააგებდა რაღაცებს მეუნება და აი არ ჭრის თან იცის მაგრამ მაინც ჯიუტად რაღაცებს იქიდან ჩალიჩობს რომ მავნებაში ვიდეო ფსიქოლოგიურად გამაბრაზოს რომ მე ამ გაბრაზების შემდეგ ეგება რაღაცა მე ისევ ეგეთი შეცდომა დაუშვა მავიძარა რომ უყენია საათების ხო რომ ეხა დაურეკავს გავაბრაზებ ნერა მარ არ გამოვა აი ნახოთ 27-ში რა იქნება ზუსტად მაგის იმედი მაქვს და ძალიან მაგრად მახარებს რომ უკვე მაგ მუღამითად იხარ რა რომ ეს პრო რაიდერები ვინც ხართ რა კონკურენციაში ერთმანეთთან უკვე ხართ რა აქამდე მართლა ძალიან ისე იყო რომ აი წრიული ჩემი აზრით ყველაზე კარგი საყურებელია ხა დრაგი დიდად არ მიყვარს რა წრიული პროისეთი მე ვერც ავტომობილებში ვხვდები და ვერც მოტოებში ვხვდები იმედი არ მიწყენენ ხო დრაგი ჩემთვის რა რაღაცნაირად არ აღვიქვა სპორტად მე ხა მოტოში და შეიძლება კიდე უფრო აღიქვა იმიტომ რაღაც მხრივ კი არა და დიდი მნიშვნელობა ქონია ხა დაძრას ხო ხედა ვაგებ მე მაგაში ხო ისეთი შემთხვევები წინა დრაგებზე 12 საათს რო არ ტყეს ცხვირები აი მაგის პრობლემა მე რეალურად არ მოს უბრალოდ ანუ ხო ხტები ანუ იდეალური და ცუდი და კარგი შორის ხო დიდი სხვაობებია და ანუ რა საშუალო შემიძლია ადგილიდან ავიღო მე სტარტ და ჯიჯის შეუძლია ზუსტად ეგ ძალიან მაგრა გააკეთოს ახლა ნეტო ეგრე მაგრა კალცოსაც და ჯიჯის მართლა ასლოკინებს ახლა აი გული მიგრძნობს ხო ეხა დანარჩენმა ყველა მერტნერად დავსტარტე და ეგ იყო იქნა გამოვარდა ესე რო გახდა ხო აი რო უყურებდი ისიც მოდიოდა რომ მეთქი ხარ და ხო ეს გაჩერე ხო არ ჩაქრა და ვამოწმებ ხო არა ეგ ძალიან ისექნა რა ეხა აქედანაც რო უყურებთ და რაღაც და წგავ და უცბად ხო ძალიან მაგრადაც რა იცი ხო არა ხა ტიპი რა ხო ნუ თან ჯიჯი არის მაგარი დრაგის კაცი რა ახ ბოქს კარები ჩაკეტე ალცოც გამოდის ფაქტია რაღაცნაირად გასვლამდე საყურებელია მოწმე
ასაუბრავს ხოთაშორის ხშირად ვცლო ხოლმე მე. არა ის ხოთი მადლობა ჯიჯის მესლიკები არ მქონდა მაგან შეუკვეთა და მაგის ხარჯზე დავდივა სხვა მინდა გითხრა. ჯიჯის ლიკები აყენა ეხაც ხოთაშორის მოტოს. ეს ჯიჯის ლიკები არის? ხო მაგან შეუკვეთა ბიჭებს და მადლობს და მადლობს. ხო არა მაგაში მეც დამეხმარა ხოთაშორის ჯიჯის და ჩიქოვანის ორივეს ძალიან დიდი მადლობა. ორივეს ნამდვილად მადლობა ფედერაციასაც და ჩვენ ჯიჯის. კი არა მართლა ვითარდება რა და ხა მანქანები მაგრად მოიხოდა რა ბოლო წლები მაყურებელიც და მაგაზე მინდა შევეხუბარებ რა მოტოსთან ხო გეუბნები ხა ეგრე ახლოს არ ვარ მაგრამ მანქანები რომ ჩემთვის ახლა სუპერ ბაიკი ხო ასოცირდება რა მანქანასთან უნდა შეადარო ხო რაღაცა სუპერ კართან ხო პორშესთან ფერართან ხა არ აქვს მნიშვნელობა ხო 1000 RR იქნება თუ მაგალითად პორშე იქნება 911 რავი ტურბო ის ან რაღაცა ხო ეხა ხო დავდივარ ტრეკზე ხო არ წარმომიდგენია მართლა გეუბნები და იმ ხალხის არ წარმომიდგენ როგორ შეიძლება ამ მოტოციკლეტით იარონ ქალაქში ვერ ხვდები მე ხტა სტრიტზე რო დაჯდები კიდე რაღაც კომფორტულად ზიხარ მე ხომ ამაზე რომ ზიხარ ბოდიში მე უნდა იყო ესე რა ქვია სპორტულ პოზიციაში წაწვენილი ხერხემალში გაშლიო ზიხარ ხერხემალი გტკივდება ხო რაღაცა ხელები გტკივა რაღაცები გეჭიმება ხო არა კომფორტ მაგისტრის შექმნილი არ არის როგორც არ არის მაგალითად ფერარი ლამბორჯინი რაღაც სუპერკარები და ისინი კიდე უფრო არის იმიტომ რომ რაღაცა იმარიაჟო ხო რაღაცა მონაკოში ასათვაც სიტყვა მოტო დაჟე არ არის რა არაფრის მაგრამ საქართველოში უკვე წამოვიდა ტრადიცია რომ ვისაც პორშე ყავს GT 3 RS ან რაღაცა ეგეთი მსგავსი მოდელები ხო ყავთ იმიტომ რომ ჩამოვიდნენ ტრეკზე და გაერთო ზუსტად ეგ მინდა რომ მოტოს კატეგორიის ხალხს უთხრათ რომ ქალაქისთვის არ არის ქალაქისთვის არის სტრიტის ვერსია ხო მაგრამ ვისაც ყავს ესეთი მოტო და ევასება უბრალოდ ვერ ხვდები მე რატო არ ჩამოდიან ტრეკზე და რატო არ მონაწილეობენ ან მოყვარულებში ან საყურებლათაც რეალურად ხო მოტოს ის რაღაცა კამანდა არ მოდის რატო არ მოდიან დრაგზე არის ხოლმე ხოთაშორის ძალიან ბევრი ხალხი და სულ ეგ მიგოჩ რომ დრაგზე უფრო მეტი ხალხია ხოლმე დრაგზე გეტყვი რატომ დრაგზე მონაწილეობს ბევრი და როცა ეხეს მაგალითად შე რომ მონაწილეობდი 3 ადამიანი ხო მოყვა კაკმე ოჯახის წევრი არ რაღაცა ვიღაცა ხო დრაგზე მონაწილეობს 100 კაცი და 100-დან მოყვება მოვიდა 400 ჩათვალე ხო ახლა აქ მონაწილეობს 6 და 6 მოყვა 20 კაცი რა ეგ არის 20 კაცი მაგიტომ არის ხომ და ხო არა ეგ სხვათა შორის ძალიან კაი რაღაცა მე ვერ ხვდები მაგას ვიძახი არ მყავდა წარმოვიდგინე და მაშინაც მაინტერესებდა იმიტომ რომ მომწონდა და ვისაც ყავს იმას როგორ არ მოსწონს და რატო არ მოდის იმისთვის რომ უყუროს იმენა ვერ ხვდები რა ხო მე გეტყვი რატო იმიტომ რომ უმეტესობას ყავს სამარიაჟო და ძალიან ბევრი ვიცით არება გავიგე მათ შორის მარიაჟობა ხო გინდა გავიგე მაგრამ ჩამოდი საყურებლად ხო ხვდები და იქ დააყენან ეს თავისი სამარიაჟო მოტოები და უყურონ რა ვისაც BMW ყავს სიტყვას BMW სუბალეში ყავს ვისაც დუკატი ყავს დუკატს ან ვიღაცას GGR მოსწონს და ნოდოს ვიღაცას ნოდო GG და ხო ხვდები რაღაცა ვერ ხვდები თვითონ რატომ არ იღებენ მონაწილეობას რატო არ დადიან თვითონ მოტოს კატეგორია საყურებლად დადიან ვინების დაჟე ტრიბუნაზე ხო მაინც ბევრი ხალხი იყო ვინები იყო ხო მაინც ვისაც დრიფტი და მანქანა მოსწონდა ისინი უყურებდნენ მოტოს და რაღაცნაირად ეს ხალხი უნდა მოვიდეს ჩემი აზრით და უყუროს რა მოტოს იმ რბოლელისთვისაც ეგ ძალიან ბევრი თან უჩი რა არის საინტერესო არის მათთვისაც ფაქტია რომ ის მომენტი აღარ არის რომ ვიღაცა ეხა მართლა წავა და ისე ილიდერებს რომ რავი უეჭველი არც მე ვარ ეგრე ჩემი აზრით არ ჯიჯი არც მიხანა და არა არის კონკურენცია ხო ეხა მაგრამ გამომდინარე როცა კონკურენცია საინტერესოც ხო არის ვერაც ერთ მიზეს ვერ იტყენ რატომ არ უნდა მოვიდნენ ეგ არის ზუსტად ჩემი აზრით რომ რაღაცნაირად შენ უფრო ხარ ამ მოტოს კამანდაში იმაში მე არ ვიცნობ ბევრს მე მართლა როცა მოტო მყავდა სულ რავი 5 კაცი დავდივდით ალბათ მოტოციკლეტით მე ლადო გუდაძე ჯიჯი რავი ზუკაოძელა მახსოვს რავი ტრუსიკას ეძახდნენ სტანტერი იყო და რავი ეგეთი კამანდა იყო რავი სხვა მართლა არავინ არ მახსოვს და ეხა რავი მანქანაზე მეტი მოტო დადის უკვე და მოტოს ესეთი შეჯიბრი რომ არის და ეხა ვეღარ დავდივართ ახალი კანონის გამო მაგრამ იმედი მაქვს მალე ვივლით ისე ქუჩებში თორე დღეს დილით რო გამოდიოდი არავინ აღარ დადიოდა მოტოციკლით პატარა ისინი ნამები დადიოდნენ მარტო სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა რომ თქვი სტანტით დავიწყეო
ხო, სტანტით დავიწყე. ცოტა ისეთი დასწრე, აი გამიგია რომ 600-იანი დავიწყე ლიტრით დავიწყე და აი ამას მიჩვენა, მაგრამ სტანტით დავიწყე რო თქვი. პირველად ახლა ეგრე სტანტით არ დამიწყე, ალბათ ველოსიპედით დავიწყე ბავშვობაში. მაგრამ პირველად ჩემს ძმას ყავდა Yamaha MT-01 მოდელი თუ იცი. მაგი დავიწყე, ვიყავ 13 წლის, 1.7 ქონდა კუბატურა და მე დავჯექი რა, მოვიპარე არ ვიცი რა, დავჯექი იდგა რა სახში და დავკუკე და წავედი. ძალიან პატარა ხო ძალიან მძიმეა. და კუკიას სასაფლაოზე ავედი და იყო სასაფლაოების დღე და საცობში გავიჩიტე, აი გარმაწყობდა ყველაზე მაგრა. ამ წითლებს რაღაცებს არ შეიძლება ძალიან ელახო იცი რომ გაგორდებოდი. ვერ იმავშებოდი რა, ფეხებით ვერაფერს ვერ არა, და რა ფეხი. ტარებაც არ ვიცოდი ხო, ბავშვი პირველ დავჯექი ქალაქში გამოვიდი, გავაკატავ. მაქან იცი როგორ მივედი? ორთაჭალში ვცხოვრობდი, მაქედან რომ დავიწყე, რატომღაც მოვხვდი მათ. ანუ გზას მიუყვებოდი, ანუ მესაც მინდოდა იქ არ მივდიოდი, ანუ რომ აი ხო ხო. აი ნელა რაღაცა ჩალიჭე თავს სწავლობდი გზაში. აი ოღონდ აი ძალიან ნელა მივდიოდი რა კუთხეში. ანუ უბანში რომ დავიწყე, ძალიან რისკი მოსახლეობები რომ იყო, ვინუჯენი წინ წავედი, გავიჩიტე სანაპიროზე და ხო ხდები იქით საცობი იყო ხიდზე გავედი, ხიდიდან უცბად კრუგზე, აი ეგრეა გავიჩე სასაფლაოზე, იქით საცობი და იქ დავეცი ეგრევე, მოტო დაეცე. ნელა ხო ხდები, გავჩერდი, ფეხი დავადე ვერცე ვერაფერი, დავარ და იქიდან მე ძვლიობით მეგობრის სახლამდე მივიყვანე, ანუ სახლამდე ვეღარ წამოვედი რა. მე ჩემს ძმას ვთხარი, იქ აყენია, წამოიყვანე. ეგრე დავჯექი ბავშვი ცხოვრებაში პირველად მოტოციკლეთზე. მე ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი და ზუკა უძელასგან კვადროციკლი მყავდა, რაღაც ბარტერი გავაკეთეთ და დავითრიე სტანტის ზუკასი. ვისწავლეთ არება სტანტზე. ასურის აწევა რაღაცა. ლილეთები, ტრიუკები რამე მსგავსი? არა, კი, ყველაფერს ვაკეთებდი. მაშინ. მალევე ვისწავლე სხვათაშორის ეგეც. ვაკეთებდი. და ეგეც ისწავლე რუსთავის ტრეკზე და ვინმეს არ გეგონოთ რაღაც. ხო, რუსთავის ტრეკზე ხო. ქალაქში. ზუკა მასწავლეთ, ეხლა ზუკა მიჩოდა უკვე რაღაცეები და რომ არ ვთქვა ეხლა რაღაცეები იცის. რაღაცა YouTube-ზე თუ ეხლა სტანტს ნახავს, ეხლა ეგრევე რო ვაკეთებდით, მაგრამ ხო ხდა ეხლა რაღაცა ცხვირაწეულები წინა ბორბალზე და რაღაცებს დრიფტს რაღაცებს ვაკეთებდით ეხლა რა. ელემენტარულ ესე რო ვთქვა სტანტისთვის რა. ხო, საინტერესო დასაწყისი გქონია ძალიან. ან ორი სტანტი გამოვიცვალე. მე აღარ მყავდა. ხო? ZX. ხო. რა თქმა უნდა. გავასაკები. და არა, მე Honda-ც მყავდა CBR 600-იანი, ეგეც სტანტი. ეგ ხა მესამე იყო, ან ჩემი არ იყო მეგობრის იყო და უწოდა ხანი მიმყავდა და დავდიოდი. შენ ძალიან საინტერესო რაღაც თქვი საუბრის დაწყებისას საერთოდ, რომ იმიტომ ვიყიდე ეს მოტოციკლები, რომ საზღვარგარეთ და შეჯიბრებებზეო რა. ის დუკატი. ხო, აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ მაგას საერთოდ მოტო სფეროში არ ვართ მიჩვეულები რა. რო ევროპაში რაღაც ისეთ ტრეკებზე მინდა თურქეთში წავიდე პირველად. თან კარგად ადიან სხვათაშორის უკვე მივწე რაღაც დაჟე ჩემ ინსტაგრამზე გავაზიარე. ზოგსეგონა უკვე იქ ვიყავი და უბრალოდ კონტაქტის დროს იმათმა რაღაცა თაგი გამიკეთეს, რომ გთხოვო გააზიარეო რა. თან მაგ ტრეკზე ისედაც უკვე მონაწილეობა მაქვს მიღებული ზუსტად ფორმულათი რა. და თან ვიცი ძალიან მაგარი ტრეკი არის. თან თურქები მოტოთი რაც გადავხედე მაგრადადია რა და სადაც დრო ანუ მექნება რომ პირველად BMW-ი მომიწევს წასვლა, ну ის Ducati ამერიკაში ვიყიდე და როგორც კი მექნება დრო იმას ვიცი რა ქვია. მეც ანუ მოტოზე ხო მეც ხო მინდა რომ მაინც გინდა რა ხო მოტოზე რაღაც ხელი შევაუთ. და თან იქ ნახოთ ეტაპი როგორ მოუწევს და წელს თურქეთს უეჭველი ვივიდა. ნახოთ მე თუ ძალიან არ გავთამამდით BMW-ი ვეწავალ უკვე შეიძლება სამე იტალიაში ან სადღაც შიდა ჩემპიონატზე მონაწილეობა მივიღო. სავარაუდოდ ჯიჯიც წამოვა, რავი, უაპარაკოთ ბიჭები, ან მეხანა შეიძლება წამოვიდეს, მარტოც არ მინდა რომ წავიდე, რა ვიღაცა ორი ქართველი რომ წავიდე. ორი ქართველი რომ ხო წავიდეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა და. ხო, არა, ძალიან მაგარი იქნება, აი იქნება ეგ გზა რაღაცნაირად ეს პირველი მერცხლებივით გაჭრათ და მე რაღაცნაირად გაყვეს რა. ანუ ჩემზე ჯერ აქ ბევრი გვიკლია რომ იქ რაღაცა მოლოდინი ვქონდეს. მაგრამ იქ ხო იცი სხვა კონკურენცია რა, ეხა იმათ რო შეხედავ მაგან რაღაცას ისწავლი და ამუღამებ მე აქ ჩამოიტან რა მაგ ტექნიკურათაც რა ჩემი აზრით ეხა მანქანას თან მიმართებაში ცოდნა ხომ აქვს და მომზადების პრინციპი რომ ავიღოთ და რომ ავიღოთ მოტოს გინდა არ გინდა ესეც არ ბოლოთ თუ იყენებ და მანქანას ორივე სჭირდება მომზადება. აი ჩემ BMW-ზე კონკრეტულად რო ვისაუბროთ, ეს 1000 RR-ია იმ პაკეტი
წინ გვიყენია Ducatis მოხურჭის სისტემა, იმიტომ 330-ენი დისკი აქვს და Brembo ტორმოზი და არის წინა პედალი შეცვლილი და კარბონის დისკები აყენე. ანუ სხვა ამ მოტოს ხო არაფერი არ აქვს, ხო? რასაც შეიძლება თქვა, რომ არის ელექტროდაკიდების სისტემა აქვს, ხო? ელექტროდაკიდების სისტემა პლუს მაგას უკა ხო დადიოდა, უკა ჩემთან შედაებით არის 30 კილოთი მძიმე ალბათ, ან 40-ით რავი. და წარმოიდგინე ის არის გასწორებული. მე რო ვზივარ, რო ხო გრძნობ, რომ დაკიდების სისტემა სწორად არ მუშაობს რა. ეხლა რო ვთქვით, რომ წანსვლოსთან და რაღაცა თურქებთან უკვე კონტაქტი ხო შედგა რაღაც იქით ევროპელებთან და აი რა გყავს თითქმის ხარ რაღაცებს ხო მეკითხებიან თან ანუ როგორ დგება იცი რაღაცნაირად ვინც ავტომობილებში მონაწილეობს რაღაც ბევრი გაიჩნდა ვის მოტოთითაც თან პარალელურად დადეს და კონტაქტები მაქვს და რომ მივწე რაღაც ეთქი რავი ესეთი მოტო აი მე რომ მივხვდე როგორ რაღაცას ვეუბნები იცი იმათთვის აი კეტები თუ არა და მოვდივარ აშვებითო ხო იცი აი ეგეთი მოტოა ეს იქაურობისთვის რა რაღაცა მეკითხე არც რული გიყენია ის არ გიყენია ის არ გიყენია იმათ ყველაფერი უყენია ხო თან წუწუნებ და ვიძახი რომ რაღაცნაირად გონია რომ ხელზე აქვს იმათ უკანა მუხუჭი რა ანუ ბათინკი ხო გაცვი ხა შენ ცოტა ხარ გინდა არ გინდა ბათინკი ზუსტი ვერ იქნება ეგ ერთი მეორე ანუ რაღაცნაირად აი ფიქრობ და თან რაღაცებს რომ უყურე წარმოვიდგინე რამდენი შეიძლება უკანა მუხუჭი რეალურად გამოიყენო და რამდენი დაგეხმაროს რა და ანუ როცა ჩაოლებრივ დაფანუ კონტროლი გიყენია ხო იმისი მანუალის მაგას ვერ აყენებ ხო ანუ რული გინდა რომ ეგ ტორმოზიც დააყენო რა და ეგ ყველაფერი ზუსტად მინდა რომ დაიქფინანსები რომ Ducatში ჩავდოთ და არა BMW-ში რა და მაგიტო ამას ხელს არ ვყიდებ და იმ Ducats აი ეგეთ რაღაცებს ყველაფერს დავუყენოთ დაკიდების სისტემას ან ყველაფერს რამე თუ შეიძლება რომ დავუყენო იყოსო დავუყენდეს ყველაფერს დავუყენო ანუ მაქსიმალურად იმენა ტრეკისთვის ხო რა თქმა უნდა ეხა რეალურად ხო გეუბნები ეს მოტოც არის ხმარობთ ჩვენ ტრეკისთვის ან გარეთ არასდროს ეს მოტო არ გამოსულა რა უბრალოდ არ არის რა რეალ სრულყოფილი არ არის ხო რა თქმა უნდა ეხა კი ქარხნიდან კი გამოდის და ქვია ხო მაგრამ იქ რაღაცეები მაინც აი საქართველოსთვის ეხა იდეალურია ხო არა ჩვენთან უფრო კაი იქნება მაგ-ლეველზე ავალთ რომ ხო რაღაც აქ ვინტი უნდა მოხსნა და პლასმასის შპილგა დააყენო რომ ჩატე იყოს და რაღაცა მაგამდეც იმედი მაქვს რომ მივალთ უფრო კაი იქნებოდა ეხა ჩემთვის ესე ვიტყოდი მაგრამ რაც არის ამითაც რავი უბრალოდ ჩემთვის არის ანუ გრძელი ბაიკი არის ჩემთვის ანუ Ducati მაგიტო გავაკეთეთ Ducati არჩევანი ან აპრილია იყო ან Ducati რა ზომიდან გამომდინარე რა და აი Ducati მაინც ხო ხდები რაღაცნაირად ეს ერი რაღაცა ის და აი შენ წონის უპირატესობაც გაქვს ხა ბიჭებთან შედარებით მიხანა იზახს ხოლმე ის ვარ რა ქვია თამადავარო მე მომრავლელი არა ვარ თამადავარო მაგ მხრივაც ისა რა არა სხვათა შორის ანუ ეგრე იძახია მაგრამ ხო მეც მაქვს მინუსი მაგ მხრივ ანუ ისინი ხო ხანდახან ტანით მართავენ ხოლმე ხო ბაი მე საიტაც არ უნდა გადავжди გადმოდი მოტო წინ მიდის ჩუსტო არ აქვს ხდები ანუ ხელებით უფრო ვიღებ ხოლმე დიდ დატვირთვას რა ანუ მიწევს სულ ხელით მართო ხოლმე ბაიკი რა ანუ შენც მათ შორის ახლა ტანით რო გადაჯდები ხო მოტო მიდის ჩემი არ წინ მიდის ხოლმე სულ ყოველთვის ჩემთანაც ბევრს არაფერს არ იძლევა მაინც ჯიჯი და მიხანა რო გადაჯდებია ხოლმე მოტო ჩათვლი წვება და გაზი უნდა გახსნან რომ გასწორდეს და ჩემთან ჩუსტო არ აქვს სურვილით უნდა გავაკეთო ეგ ყველაფერი ხო თან ეხა ამ სრულს რო ატრიალებ დემპერი რო გიყენია და თან ისიც ხო იმასება და რეგულირო რაღაცა ხო ბოლომ ჩემი ბოლომდე დაგრუბებულია რა შევატყე ხო შემოაგვარი ხო და კიდე არ გინდა ის არის რა ანუ ხელებში დატვირთვა მოდის ანუ ხა პლუსიც არის და რაღაცები ხო რაც პლუსი არის ყოველთვის სადღაც რაღაცას მინუსიც არის რა ანუ არჩივი ვარ ხო სტუდიაში რო გვიყენია ეს მოტოციკლეტები და ყველას უკვირს ხოლმე რა სტუდიაში მოტოციკლეტი როგორ აყავთ და ყველას გორა ლიფტით და რაღაც პოდკასტ არის ამის უფლებას გვაძლევს ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა პოდკასტ არის და ბიჭებს ამისთვის რომ აი ესე თამამად შეგვიძლია მოტოციკლეტი რაღაცა კამაზი ოაზი ყველაფერი შემოვიყვანოთ დავაყენოთ ხოლმე აქ ნუ ხა ოაზი BMW-მდე ვერ მივა მაგრამ ხო და რაც შეეხება კონკრეტულ ჩემ ბაიკს ვინცაც მონაწილეობას ვიღებ ნუ ეგეთია ხო არა დიდი არაფერი ხა აუ ჩემს ბევრს უფრო ბევრი რამე უყენია თან ხო ის ნასტროიკაც არ წერია ანუ ქარხნული არის რა ნუ იდეაში სტოკია უბრალოდ შეცვლილია ხო დისკი და ტორმოზის სისტემა წინა და ხელზე წინა ტორმოზი თავარი ანუ
ბაჩოკი, რას ეძახით ბაიკერები არ ვიცი. დუკატით აქაც ივლი? კი, არა, დუკატით ყოველ გამოვიდა, ხო? კი, დუკატით რა თქმა უნდა. ორი მოტორო კოსმეტი. ანუ დუკატი მოდით როგორ ავიღოთ, რომ ვინმეს მე რამე მოდნი არ ქონს, წელს დუკატი ფიზიკურად ვერ იქნება, ხო? აი ამ ხარში დავიწყებ დუკატით ვარჯიშს და შემდეგ წელს იმას ვიზავ. და სავარაუდოდ შეიძლება დიდი ალბათობით რომ BMW საქართველოში მივიღო ხოლმე მონაწილეობა. ხო, აი მაგას ვიძახდი რა. ხო, ნახოთ. გჭირდებას თემა მაინც გინდა რინე მოქმედებს რა ეხლა. აქ მოღალო ის მოტოციკლით ან რავი ხარ ბოლის მერე ვარჯიშებს მერე მაინც ჭირდება იმას ხელი შევლება. ხო, უბრალოდ აი ეგ არის რომ ხმების მადლობა რომ ამ ბაიკით რამდენჯერაც დავეცი ხო არც მე და არც ბაიკს არაფერი არ მოვიდა სულ მარტივად გამოვწვერით რა ნუ საქართველოში აქვე რაღაცა ელემენტარული გაფრთხილება. არაფერი ხო ხედავ პლასმასებიც იგივე აყენია და ანუ უბრალოდ ნაფხაჭნები აქვს. ეს ზუსტად რომ მოხვედი პირველი ეგ მქონდა რა რომ მეთქი. ხო ეს ეთყობა რა ნაფხაჭნები აქვს. ესე ერთი შეხედვით არა რომ დააკვირდები იქით რაღაც. ხო, მაგრამ სერიოზული არაფერი რა ეხლა. ნუ ეხლა როგორ რაღაც ისე ვაფშე არ მაწუხებს აი ეს ნაბაჭი ხაპნი რომ აქ აქვს მე პირადად. თავის საქმე გააკეთოს თვითონ ბაიკი. არ შეგიშლის ხელს. ხო, თვითონ ბაიკი ხედავ მაგას. ბაიკმა გააკეთოს თავის საქმე, ჩემთვის თავი ეგ არის ხო რა თქმა უნდა. აი მოტოს და მანქანას შორის სხვაობა რა ეხა რავი როგორც GG ალბათ მოტოზე დაბადებული ის ახლა შემანქანაზე რა და ხო გითხრათ ჩემთვისაც ძალიან გამიკვირდა რა ეხლა მანქანიდან უცებ მოტოზე გადმოხვედი და ხო ამბიცია უკვე მან შევნიშნე რა რომ მათი ამბიციურია ეგრევე რა იმიტომ რომ იქ რავი ყველაფერი მოიგე ყველაფერს მიაღწია და გაგიტრუხდა რა და ეხლა აქეთ გინდა როცადო და გინდა როცადო რა გინდა როცადო მე მინდა როცადო და შენ გინდა როცადო აღარ ქვია მაგას რა ხო და რა არის ანუ რეალურად რაღაცები უბრალოდ შინაგანად ჩემთვის უნდა გადალახო რა ადამიანი ანუ ეხა ჩემსა და შენ შორის რა იყო სხვაობა როცა დავიწყეთ ხო ორი არაფერი ანუ როგორც შენ შეხვედი წელს ეგრე შევედი მე წინა წელს ანუ წელს ზამთარში ხო უბრალოდ ეხა მე უკვე შენთან შედარებით ბევრად მეტი მოქვს ნასიერი ხო არა შენ ეხა თვალებს დავხვჭო თავის ტრეკისთან ზოგადად ვიცი რა თქმა უნდა ეხა და უბრალოდ ანუ ის შიში და რაღაცები ანუ ყურე მაგის თქმა მინდა რა რომ თუ რაღაცები არ შეგემთხვა ზოგადად ვერ ისწავლე კი რაღაცა დონემდე მიხვალ და რაღაცა გექნება მაგრამ იმის იქით ვერ გამვითარდა ნუ გინდა არ გინდა ნუ ეხავ რო შემოხვედი თუ გინდა და ხარ ამბიციური უკვე ჩაიბეჭდე და უყურე რაღაც შენს და ჯიჯის ვიდეოსო წელსო იმას ვიზავო რა. უეჭველი. ანუ ერთხელ დაიჭი ხდები მე პირველად ეგრე ავარჩიე ყველაზე ისეთი მოსახვევი რა ან ქვედა ის ვფიქრობდი ან ქვედა ისამდე მარცხენა რომ ხო აი სადაც ნელსში ხო ხდები იქვე რო პატარაზე 40 თუ დაიჭი არც ბაიქს რამე მოვა არ ჩეყო ხო დაცული ხარ ხო ხა რავი როგორ უნდა დაიჭი ხა რაღაც ისე მოახერხო თავით ვარ ჩავარდები ხო რა უნდა თა წინასწარ გამზადებული ხარ მარტო იმასი მოიკუნტები რა და იმასკენ სადღაც ხო ხდები რომ აი მაქსიმუმი გაიგო. აი ახლა რო წვები ხო გონია რომ დაწექი და აი რაღაცებს აკეთებ რა და ანუ რეალურად იმის იქით არის. კი, აქ რო გონია რომ წვეხა და ფოტოს რო ნახო ხო იცი გადაღება. ხო და იმის იქით არის, რა ვიცი რამდენი ანუ გეუბნები რა რომ წვები და დავდივარ ხოლმე და ეხაც სამშაბათს ხო დავიწყებ. რო შევალ ნელ-ნელა გინდა არ გინდა უმატებ ხა გიჟივით ხო არ გავარდები. აი თავიდან წო შევდივარ ახლა გრადუსებს ხო წერს ბაიკიც რა ესეც რამდენ გრადუსზე წვები 68-ზე ვეცემი. ანუ ეგ დავამუხამე რა. ანუ 67-ზე უკვე მიცურავს ხან. 65-ია ჩავთვალოთ მაქსიმუმი ხო. მარკის რეკორდის მოხსნაც გინდა. არა, ეგ ბაიკი წერს ამას თორე რეალურად ხა იმათ სხვა ის უყენიათ. ტელემეტრია ქვია მაგას. და სხვათა შორის მაგაზე მე და გიორგი ჩიქოვანმა ვილაპარაკეთ ტელემეტრის ჩამოტანა მინდა რომ დავაყენო რომ ზუსტად ეგ ყველაფერი გავიგო რა. ანუ ტელემეტრია მე გიწევს რომ ბაიკის მონაცემები შეგყავს და გეუბნება რომ ანუ საჩეგეძლო მეტი რა შეცდომა დავში რაღაც არის რომ ერთი შენ გრძნობ და მეორე რომ ტექნიკას შეუულია მაგრამ ვერ იყენებ ტელემეტრია და ეგეთი რაღაცა მაგაში შენი განვითარებისთვის ძალიან მაგარი ხო გეხმარება რა ეხა იცი რომ წარმოგიდგენთ ტორმოს იწყებ აქ და გონია რომ აი გარ რაც არის მაგრამ იქ ნახულობ რომ რეალურად აი პარალელს გიკეთებს სხვა მოსახვეთა რომ აი აქ დაიწყე ისე და ჩაეტიე მე ხვდი ანუ თვალი ხანახა რაღაცებს იტყუებათ ამ ახალ სიჩქარეზე მით უმეტეს თან ეხა მე როცა მოვდივარ ეხა ამას თუ დაუჯერებთ სპიდომეტრს მოვდივარ ხოლმე 270-ით, მაგრამ GPS-ით მოვდივარ 256, 257 ხოლმე. ზედაპრია მიგზე და გინდა არ გინდა კადრი გეწელება რა, თან ეხა ქვემოთ ხარ, ხო, გინდა არ გინდა ადრენალინი ისის და გონია, ანუ რადგან კადრი გეწელება, თვალი გინდა არ გინდა ტორმოზის ადგილს გატყუებს რა.
და ზუსტად უკვე იქ ტელემეტრიაში უკვე მიხვდები ხოლმე რა. ხო, იმაგაზე და ვიჩხუბეთ კიდეც რა წინა ხუთშაბათს, რომ აუ 180-ით შევედი მოსახლე 180 და ეს მერე დრაგი წერს 120-ით შეხვედი და რაღაც ეგეთი რა. ხო, ახლა ხიდის ქვეშ მიწერია ხოლმე, წარმოიდგინე 200. ხო, აი ზუსტად მაგ ადგილას იმიდიოდა ეგ და სადაც 179 მქონდა ყველაზე საუკეთესო მანდ. ჩემ ბაიგზეც ეგრე ჩანს რა ვიდეოს რო ვიღებდი რა მეთქი მაგ ხელა სიჩქარით მეთქი რანაირად რა და ნუ მე აი ზუსტად მე სადაც დავეცი ხო შეჯიბს აი მეორე მოსახვეში მან წარმოვიდგინე მაქსიმუმი არის ხოლმე აი რა ყველაფერი მიცდი აი 100-ით რომ მივდივარ ვარ სტაფილურად ხოლმე დააწვენილი და ერთ პატიოსო ხო არა 103-ით რომ მივდივარ ჩათვალე აი ბოლომდე გაწული ხელები დაჭიმული თავი რომ მიდე ხო იცი რაღაცები აი 3 კილომეტრს გმატებს რა მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შეკრიბო ხოლმე მე აი 3 კილომეტრი იქ სადღაც 3-ით 1-ით მეტი 2 მეტრით მე ტორმოზი დაწყება ის გაძლევს იმ ხელას შედეგს რომ არ ვიცი რა ძალიან დიდ რა ხო ეს დრაგი მაგაში ძალიან მაგარი რაღაცა ხა მე არა მაქვს რა მე ისე დავდივარ რა ეგ ჯიჯისია ხო იცი ხო ეს კი ვეღადავებოდი მაგას ჯიჯის აქვს 2 დრაგი რა და ხო შეულოცა რა მე არა 2 დრაგი აქვს და გატეხილ დავარდნილი დრაგი ხო იცი რითაც დაეცა ეგ დრაგი და ცოტა დაგდებები მგონი შეუცილი აქვს მაგრამ არა უშენ გადავყვა მოგებების სერიებს ხო დავდიოდით რა შეჯიბრამდე და პირველ ეტაპამდე და რაღაცა დრო არ მოსწონდა რა და მე უბრალოდ დრაგი დარჩა სახში და მოვიდა რომ დრაგიო მომეციო რა ჩემო დრაგი დამრჩავა და მეთქი დრაგი კი არ დაგში შენი დრაგი მეთქი იმ დროს არ გიწევს რაც გინდა მეთქი და ჩემი მიგავს ხო რა გამოხსოვრებული რო ქონოდა ხო ისე კი არ ვიცი შეიძლება იცი რა ქონდეს ხო იცი როგორია რა ამ დრაგმა იმას ნახულობდეს მე ხო არ გადაადარა ხო შეიძლება გადაადარა ჯიჯი დაგვიწერე კომენტარებში თუ რამე მაგრამ არ დაგიწეს რას დაგიწეს ხა რონა ჩალი ქონდეს დაწერს ვარ მაგაზეც ახლა იქ ჩატშიც ხო გითხარით მეთქი ორი მომდით მეთქი და აქ ლაპარაკეთ მეთქი და მიდი მე კაი შოუ დავდგათ რა ოღონდ ხალხს არ უთხრათ რომ შოუ იქნება და ვითომ ჩხუბო აბა რა გამოვიდა ხა შოუ ის 10 წრე არ იქნება და ვიჭიდავთ ნუ გეშინია და იქნება უშოუთ იქნება ყველაფერი ახლა წარმოიდგინე კი არა მაგის დავსტარტე და სტარტზე ეგრევე ერთმანეთს დავეტაკეთ ახლა просто ისეთ ადგილზე მოხდა რომ არ მაყურებელი არ უყურებდა და ეხა სხვა ხო აი ეგაა რა მოხდება ისეთ ადგილებში სადაც უყურებენ სპეციალურად დაუმიზნებ ხო არა მაქვს მე პრობლემა მაგის ჩვენ ვიღებთ თვითონაც მაგას მეუბნება დაგიმიზნებო და ნახო ხო თან ჯიჯის ნათქვამი აქვს რომ მეც მიყვარს რომ ცოტა უხეშად სიარული რა ხო და იცი რა არის ბიჭო რომ ერთმანეთს რომ შევეხეთ მე ვიცემოდი იმას ჩუსტვა არ ქონდა არა 120 კილო არის და მე დავეჯახეთ ერთმანეთს მე გადავარდი და ის იმან გააგრძელა გზაში მე მიხანა მიხიტრა და გაგვასტრო ორივე ისარგებლა იმით რომ თქვენ ერთმანეთზე იყავთ გადაკიდებულები მაგ ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს მიხანას იდეალურად და გადაგებულები იდეალურად შეასრულოთ ამ მიხანამ კი არა მიხანაც ძალიან კაი კი არა ძალიან მაგარი მორბოლელია მიხანაც და თავიდან რომ წუწუნებდა რომ ვერ ვიზაო და პოდიუმის ანატრელი მაქვს ავიდა მეორეზე და სხვადასხვა ამბიცია ქონდა ხო 10 წელი ყოფილიყო ჯიჯის დავეწევდი და გავასწრებდი და მე ვეუბნები ხა ეგრიც არ არის თქოს იმიტომ რომ შეიძლება დაეციო მაგრამ ნუ რეალურად ყوار გატარებს ხო შეჯიბრია ხა რატო გაგატარებს რა ხო რა გასწრებაც მე ხო ტაიმატაგს დავდიოდი მაგრამ გასწრება მაინც მიწევდა რა 60 კაცზე მომიწია და ცუდია რა ხა თან მე ხო იმხელა გამოცდილება არ მაქვს და ვერ ხვდები რა აქ რო გავასწრო რო ან ხო არ დამეჯახოს და მიც ხო არ მქონდა რა ეს გამოცდი ხა ზამთარში მარტო გიჟივი დავდიოდი და ეხა რა წელს აი ვიღაცას შედიოდა და ეგრევე მივდიოდი ხომ და ერიკა ვარჯიშობდა და ანუ არ მახსოვს მგონი ერიკა რობანადო ვიღაცები და ერიკა ჩემთან შედებით ცოტა ცუდროში დადიოდა მე ჩამოწია და მაშინ არ იყო რა ფორმაში და ხო ახალი ბაიკი რაღაცა ანასტროიკებდა პადუესკას იმას და მან ვიგრძენი რა მოსახვეში ან ძალიან ახლოს მეყვებოდა დაწვენილი რომ მიდიოდა მეც და აი ოდნავ რომ გამოვიწევდი ქარი ხომ იბერავდა მე მასწორებდა ხოლმე რა და ანუ წარმოიდგინე რომ მოსახვეში დაწვენილები აი მენა მიდებული რომ მიყვები ქარის აი ვაფშე ოდნავაც არ გხვდება და მაგას სავის მინუსი აქვს იმიტომ რომ ქარი რეალურად შეროჭრი ქარს გეხმარება რა მოტოციკლის გასწორებაში იმაში და მაგ შემთხვევაში აი ვაფშე უკნიდან ძალიან მიმჯდარი რო ხარ არაფერში არ გეხმარება საერთოდ ქარი და მაგას კიდე ცალკე ცოდნა უნდა რა
გაჩერების დროსაც ქარი ხო გეხმარება, ხა ტანით ხო წყლა არის შლები, იმიტომ რომ ქარი გინერა. ხო, უკმიდან ძალიან ახლოს რო ხარ, ანუ ვეღარ ჩერდები ეტაკები რა და ვინუშდენი ცოტა გვერდზე უნდა გაიწიო ხოლმე რა ტორმოზის დროს. აი MotoGP-საც დააკვირდე რეალურად, აი თურმე მაგიტო იწევიან ხოლმე რა ის ოდნავ რომ ქარი დაიჭირო რა. აი ეს მაგას ალბათ ადრე თუ ვერ ვისწავლით მივალთ მანქანებს, მაგრამ იმედი აი ზამთარში ხო შორს წელ ზამთარში პირობას გაძლევ მარტო აღარ იქნები ხოლმე. ხო, არ არის პრობლემა, მოდი ვარჯიშეთ. ხო, არა, მე იქითა წელს მეც ძალიან ამბიციური ვარ. წელს ხო, პოდიუმი ხო უნდა იყო. უეჭველი. რა დროშები ხარ? არ ვიცი. არ გეტყვი. შეჯიბზე ვიარე 2009-ში. ხო და გასარაცლი. ხო და ანუ ორივენი მოტოებით ვარ და ორივეს ორ ხელი და ფეხი გვაქვს. გას მიეცი. იქნება. მაგას გენო შიში გადავახი რა. შიშს რო გადავახა, ვეღარ. ეხლა ნუ მართლა ეხლა ჩემი მოტო რეალურად ელექტროობა ხო აქვს და თან ძალიან კაი ელექტროობა აქვს და თავიდან სწავლის პროცესში ამ ბაიკის ელექტროობა ძალიან გამოვიყენე რა. ანუ ტრექშენები რაღაცები 10 წეული მქონდა რა და ძალიან მიცავდა. ანუ ზედმეტი ეგეთი დაცემებით მოტომაც ბევრჯერ გადამარჩინა რა სწავლის პროცესს ვიძახი. და ეხლა უკვე ყველაფერი გამორთული მაქვს რა. ეხლა უკვე მე და მოტო. გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. ხო, ახლა კავაზაკი ხო ეს ცოტა ისეთი ახლა ამას რამდენი ისიც აქვს, ჩემსაც არ აქვს უსამი აქვს რა. ხო და არა ამას ძალიან რა. ხო, არა. ხო, ვერ გეტყვი რომ კარგად არის გასწორებული რაც აქვს თქო, მაგრამ რაც არის. ხო, ახლა ჩვენთან გინდა არ გინდა ის თემაც არის რა, რომ სადღაც იმის გამო ვერ ეხლა მე რომ მაგალითად წავიქცე და ის წაიქცეს რომ რაღაც დაუზიანდეს, ჩათვალე რომ გავჩერდები რაღაც დროით რა და ეგეც გაქვს. უფრო ბაიკის შიში მაქვს ხოლმე რომ ბაიკი არ დამიზიანდეს, ვიდრე ჩემი. ნუ მე კაი ხა მაცვია, ისეთი არაფერი მომივა თუ არა და შეხორცდება. ხო, მაგრამ დაცემა მაინც აცუდია. ხო, არა, კი, პირველი ავარია რომ მომივიდა მე და რომ წავიქეცი, აი დღემდე იმ მოსახვევში რომ შევდივარ ქალაქში რა. სუმაკ ის გრძნობა ეგრევე იღვიძებს რა, რომ აი აქ ეგეც ეგრეა ხო, რომ დაიცე, მინდა შეიძლება და ვიღაცამ გათხოვოს მოტყვა რაღაცა, რომ დაიძინე რომ იმ წამს უნდა გაიარო, რომ გადავახო რა. ხო, არ უნდა ჩაქჩეს იმის შიში რა. ეხლა ჩემი დაცემების მე რომ შევდიოდი გინდა არ გინდა, რავი, 1-2 სესია მაინც ვერ რა, რაღაც არის, რაც გიჭერს რა თავიდან. აი მე დაცემით არა, მაგრამ აი გადასვლით გადავედი რა, რამდენჯერ მე იქამდეც და აი ქვედაეში გადავდიოდი ხოლმე ძირითადად. შენ კროსი რო შებერო არა? მირანიჯეს გადავედი, ნიჯერ იქვე ვეგრე და შენ რა დადიხარ იქ. ხო, არა, მანდაც მოკლეზე გადავაჭერი რა. რომ გადავედი და ან მერე ჩამრჩა რა. რომ ანუ всё, აი არა და ქვედაეს თავიდან პირველად რო შემოვედი, ქვედაესი არ მიჭირდა, გავდიოდი. აი მაგ ერთხელ რო გადავედი, всё, იმის მერე სანამ ქვედაესი ან ძალიან ადრე იწყებ ხოლმე თორმე. რომ всё, მეთქი აი ხა კიდე გადავალ და მერე გინდა ნელდები რა, უკვე ეგის რო გაქვს და. ხო, ხა ისში მქონე რა, ხო გეუბნე პირველად მან დავიწყე ყველაზე მაგრა და დაახლოებით მქონდა ხოლმე შესვლის სიჩქარე 105-110 რა ზედაესში და საბოლოო ჯამში ბოლოს ისო 80-მდე ჩამოვიდი წარმოვიდგინე რა, რამდენს ვაგებდი ჩემ თავთან. მე ხა შეჯიბრზე გადავახე ეგ მე რა სხვაგან დავეცი. ხო, არა უშავს შენ უბრალოდ რა არის, იმდენად ნიჭიერი ხარ. პლუს იმას, რომ ნუ გამოცდილება გაქვს, კი, მესმის, მაგრამ ხო, ნუ მანქანის გამოცდილება გაქვს, ტრეკი იცი, მაგრამ შინაგანად იმდენად ნიჭიერი ხარ, რომ დაჯექ თუ არა, ხა პირველივე შეჯიბრზე, რავი, წუთი და 57, პირველივე შეჯიბრიც არ ქვია მაგას ვქია პირველი შესრულა. ხო რა და ეგეც რომ მოყვება. ხო, მაგრამ ეხა შენ რა სტილის მოტოც ყავს, ეხა ყავს 600-იანი, თუ ხო 600-იანი ყავს და რაღაცა ანუ ეხა წამდა ესეთი მოტოთი რომ შენ ბევრი გევლო, ან ქალაქშიც მათ შორის რა. რომ შემოსულიყავი ბევრად მალე დახვეწავდი რა თქმა უნდა რა. ეხა შენი მოტო მაინც არ არის სპორტული რაღაცა, რაღაცა არის, მაგრამ რაღაცა ბოლომდეც რაღაც არ არის ეხლა. ხო, ვისაც 1000 RR ყავს და დუკატი ყავს ეხლა V4 პანიგალი, აი მაგას ვიძახი, აი ის ხალხი ზუსტად უნდა შემოვიდეს რა. ხო, არა, ნელ-ნელა მე მგონი რომ იქნება რა, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ვიყავით მოყვარულებში 11 კაცი და წინა ვარჯიშზე კიდე ახლები ამოვიდნენ და ეგონი ვიხლო პირო შეუზღუდეს, სხვა გზა არ აქვს. სიარული უნდაც და ამოვიდნენ ტრეკზე. მე მგონი აი მედალს ორი მხარეას თემა რა, რომ იქ ვეღარ მაგრამ აქ იქაურობას ორი მხარე არ აქვს. მე ძალიან არ მომეწონა ეხლა ბევრი პრობლემა მანდ ეხლა. ხო, არა, ეგ რავი
გავჩერდი სახლიდან სანამ ტრეკზე ავალ იმის მეშინია მეთქი აბა პოლიცია რაღაც. ნომერი მოხსენე. ხო და აი საბოლოოდ მაგამდე მივა ზუსტად ვიცი საქმე თუ ესე გაგრძელდა და აი ძალიან ცუდი იქნება რა. არა მე არ დამიჭე ხო ნომერი არ მოხდა. არა ხო მაგრამ აი ეგ ფიქრის დონეზე მეც ვიფიქრე რა იმიტომ რომ ხა ქართველები ვართ რა. რო იცი რომ მოტოთი რო გახვალ უეჭველი გაგაჩერებენ არავინ არ მოხსნათ ნომერი მაგრამ მოხსნიან. ანუ მე გეტყვი ამ მოდელებს ხო ქარხმოთ აკრაპოვიჩი უყენია რა და აკრაპოვიჩი არის ძალიან ცნობილი ბრენდი რომ არის ზოგადად არა ქარხმული ხო და არის ვიღაცას ედო თბილისელს გააჩერეს ესეთი ბაიკით წარმოიდგინე პოლიციამ შეხენ ზუსტად იმენ ქარხმული ეყენა რა ყველაფერი რომ აკრაპოვიჩი აწერიაო რა სპორტული არის ხა ეს და წაიყვანეს ახლა აი კოლაბორაციას ვაკეთებ იმ ბიჭიდან გამომდინარე ხო ხდები ვის მე მაგარი დარწმუნებული გამოვიდა რომ სტოპი იმით იყო ბაიკი და ნუ იმ პოლიციელიც ხო მაგარი იყო აკრაპოვიჩი იცოდა რომ არა ქარხმულია და ხო რა რას უნდა მოისმენთ მართლა ხმა არ ქონა მაგრამ ნუ აკრაპოვიჩი ხო არის გადაკეთებულსაც ხო მაინც იმაშობიან და აკრაპოვიჩი რადგანია გადაკეთებულიო და წაართვა ხა არ არის რა ხა ეგრე სეზონის ბოლოს მე მინდა რომ შენ კიდე დაგპატიჟო აქ რა იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოხდება კიდე ძალიან ბევრი იქნება სალაპარაკო უეჭველი რა ის პრობლემა ხო და მე კიდე სხვა რაღაცეებზე მოგვიწევს რა იმიტომ რომ ხა ჩვენი ფორმატი ცოტა პატარა და არ მეყო და არ მყოფნის აი ტრეკზე ხო ჩამოდი ხარ და აი მანდაც ისეთი რაღაცაა რომ ჩემი აზრით ის ყველა მონაწილე უკვე შენ აკეთებ მაგ საქმეს რომ ყველა მონაწილეს წერ ეგ ძალიან მაგარი რაღაცა არის მაგრამ აი იქაც უფრო მეტი ახლა შენ ვიდეოსაც მათ შორის ანუ რა ვიცი მეორე ანუ ვინც YouTube-ს აკეთეთ ანუ უცბად ავტოსფეროს შედარებას მოვიტან რა ანუ იქაც რა ახლა იკა შალიკა ხერო ისინი რომ გააკეთებდნენ YouTube-ს ხო იმათ ჰქონდათ ზუსტად ეგ მარკეტინგი ანუ ერთ-ერთი მარკეტინგი ამ მოტოს თემის ხართ თქვენ შენაკეთებ ჯიჯი აკეთებს ანუ მიხანა ჩემთვის გაუგება რაღაცას აკეთებს ონბუარდებს მარტო და არა ანუ YouTube-ს არ აკეთებს ხო და მაგიდან გამომდინარე შენ და მათ შორის ჯიჯიმაც ზუსტად ეგ უნდა გააკეთოთ რა ეგ როლი არის რომ იქაურობა ანუ შენც ქონდა ძალიან მშრალი ვიდეო პირდაპირ გეტყვის ანუ მარტო შენ თავზე იყო გადაღებული რა ხდებოდა არ გადაიღე და როცა იქ ხარ ბარემ გადაიღო ხო შეგიძლია გაიარო გამოიარო ვირას აკეთებს ვირა დროშია რაღაცები ანუ მოიკითხო ეს თან დაძაბო ეს სიტუაცია და აი ეს ყველაფერი გინდა არ გინდა საბოლოო ჯამში. ხო, შარშა მქონდა რა, ეგ მე რო არ გამოდიოდ ეხა ცოტა მე რო გამოდიოდ ჩემ თავზე ვიყან კონცენტრირებული კი მართალი ხარ. შარშან საერთოდ ყველა ეტაპი გადავიღე. დრაგი, წრიული, რა, ყველგან სადმე თუ რაღაც ტარდება და იქ მივიდოდეთ ვიღებთ, მაგრამ აი ჯერ მაინც ხალხი არ არის შეგუებული და არ გიყურებს, მაგრამ ნელ-ნელა იქნება რა ყველაფერი. ხო, მივა მაგაზგან მაგ აი ხა მაგარი კადრები რო ყოფილიყო ჩემი და ჯიჯის და დაკების ფოტოები, ჩემი დაცემის, ხო, ანუ დაცემის ფოტოს სად აქვს ექშენი რომ აი რომ დაიცა იმ მომენტში ხო და ჩემი როგორი სურათი არის იცი მოტო იქით რო გდია და მე მსაჯრო ველაპარაკე ხა ეგ უკვე აღარაა საინტერესო ხო ანუ იქვე უნდა შეეცადო ხომ ყოველთვის ხო ეგ არის თავარი რა დაიჭირო კადრი და მაგ არის ზუსტად თან ახლა დიდი კონკურენცია არ არის ხო ხა YouTube-ზე მოტოს მხრიდან რავი შენ ხარ მარტო ხა ჩემთვის ის TikTok-ს იღებს იმას მე ხა არ ვთვლი რავი ის რაღაც სხვა არის ვაფშე. ხო, იქნება ეგ ყველაფერიც, მანდაც გამვითარდება. მანდაც ტრეკზეც. უნდა იმას ქნა რა, გადაიღო დაუთმან, რო გამოგივიდა 15 წუთიანი ვიდეო, გამოგივა 40 წუთიანი, მონტაჟი ცოტა დიდ დროს დაუთმობ, მაგრამ ზატო იქნება კაი. ნახვას ხო მაგრაგი ნახვა, აი რამდენმა კაცმა ნახა. დაჟე უკვე წინაზე მითხრა რომ იმას. და ნახვა იქნება მაგას, ხრები? ანუ თუ დახარჯავ ეგრე დროს, უეჭველი იქნება რა. მარტო თუ ივლიდი და მაგას გადაიღე მიხანა რასაც აკეთებს იგივე ქონდა წარმოიდგინე შენ იუთუბერი ხარ მიხანა არა და ერთი სტილი ქონდა ჯიჯის რატო ქონა ბევრი ნახვა ხო ჯიჯია ხო მაგრამ ეხა იქით ის ჩაწერა ხო ჩიქოვანი შენ მათ შორის რაღაცა და გამოუვიდა ხო ეგ უნდა გაკეთო მათ შორის შენს და მათ შორის ჯიჯი უკვე სწორად ანუ მაგას ჯიჯი აკეთებს რაღაცები იგეგმება რას ვაპირებთ რო ქნათ და დაგვიწერეთ კაი კომენტარები, რაღაც პატარა мотиваცია თქვენს მოგვეცით და მექნება იმ ხალხის რომ უფრო მეტი ვქნა, ასე რომ და ის ხალხი ისევ და ისევ ვიძახი, ვინც დადის მოტოთი უნდა მოვიდეს და ანუ უყუროს მაინც რა. კი, არა, ეგ ანუ მეც ვიცი ხა ბაიკერები, მაგრამ არიაჟები ხომ რაღაც ხვირა წევლები დადიან რაღაც.
წარმოიდგინე ტრეკზე ალბათ ვინც პროკლაში არ წარმომიდგენია, ვინმეს არ შეძლოს კილომეტრის გავლა მაინც 9 წეული, მაგრამ ეხლა რავი, რაც ყავს ეს ბაიკი არ ამიწევი არც ერთხელ დაიჯერებ, ანუ ნუ ადრიან მაგას ვიღაცები არიან, რომ მაგებს ადრიან. ხო, რა იდეაში ეგ საერთოდ სხვადასხვა რაღაცაა რა, ეხლა აი დაამუღამებ რა, ორჯერ სამჯერ ვცდი, ხვის აწევ, ისწავლე. მაგრამ ნუ გიროსკოპი აქვს ოთაშორს ჩემ ბაიკს და თვითონ შეგიძლია რომ დააყენო და აწეულიც იაროს. დამარტივია რა, მაგრამ ტრეკზე თვითონ ვერ იგებს. ხო, აი ეგაა რა, იქ საერთოდ სხვა სკილები გინდა და სხვანაირად აზროვნებ, სხვანაირად ფიქრობ. ყველა სახეობაში ძალიან რამე თუ არსებობს არ აქვს, ყველაზე მაღალი კლასი არის წრიული. ცulis გვაქვს. მე ხვდი და ეხლა როგორ რაღაცა იცი ამ ყველაფერს გინდა არ გინდა ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული, მაყურებელი, დამოკიდებული მონაწილე, ფედერაცია, სახელმწიფო, მე ხვდი აი ეს ყველაფერი არის ჩაშლილი. მე ანუ რეალურად მაგარი წრიული რომ იყოს, ბევრი წარმატებული წრიული სპორტსმენი რომ ყავდეს, ბევრად ძლიერი ფედერაცია იქნება, ბევრად ძლიერი ფედერაცია რომ იქნება სახელმწიფოს დამარცხებაში, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა და ეხა ამ კანონზე რო წუწუნებენ, მე ჩიქოვანი ბევრად მეც იტყოდა და სხვანაირად დალაგდებოდა ეგ საკითხიც, მაგრამ აი ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ჯაჭვი, ხო, ერთ ქვეყანაში. მაქედან გამომდინარე ჩვენვე თუ არ განვავითარეთ, მე ხვდი? ანუ ვინც ბაიკზე ზის, ის თუ საყურებლად არ მოვიდა ამ კლასის, ხო, მაშინ მე თვითონ რაღაცებს რომ მაუგრძელონ, არ უნდა ეწყინოს. აი ეგა ძალიან მარტივი რა. ხო, ორმხრივია ეგ. ორმხრივია, კი ბატონო, აი ეხა რა არის, იცი, ფედერაციას რა ქვია, რაღაცა მოტო რაღაც რომ არის რა, კლუბი თუ რაღაცა, იქაც ვარ. იქ ყველა წერდა რაღაცებს ის გავაკეთოთ, ესე ფედერაცია სად არის, ისე და ანუ, წამო ფედერაციას აქვს თავის Facebook გვერდი. და რაღაც 1000 კაც აქვს დალაიქებული. ეხლა იქ არის 54000 კაც რო გაუჭირდა, მე ჩიქოვანი სად არისო, ხვდები და ჩიქოვანი რომ მეუბნება რომ მოდით აქ ის გავაკეთოთ, ის იქ არავინ არ მოდის. ხვდები და ეს ყველაფერი მე იმას კი არ გეუბნები რომ ეხლა ჩიქოვანი ჯიპში ჩაუდგება და იქ არ ადგა კაც და მივიდა იქაც და ელობა ხა რას გააკეთებს იქ გიორგი და რას ვერ გააკეთებს შემდეგი საკითხია, მაგრამ ადამიანს ზოგადად რაც უფრო მეტი გეთქმის, ეხა საავტომობილო ფედერაციას ბევრად მეტი ეთქმის, ხო? ვიდრე მოტო ფედერაციას და ყველა მეც მოტო ჯგუფებში იწერება და საავტომობილო ფედერაცია სად არისო, ხო? თვითონ მოტოს ხალხი იწერდა, იმიტომ რომ თვითონაც იცი იმას, რატო? იმიტომ რომ იქ უკვე ბევრი მაგარი სპორტსმენი იყო და არის ეხაც, ხო? ანუ რაც უფრო, ანუ აქაც ეგრე იქნება, მით უფრო მეტი შეგვეძლება ჩვენც რა. ანუ ჩვენ რამე ბაიკერებში არ მოვიაზრები, უფრო მაინც მე მანქანაში მოვიაზრები საბოლოო ჯამში, რავი. პირდაპირ ჩემთვის რაღაცა ჰობივითაა. სავარაუდოდ კი არა, რაც შემიძლია ვთქვა, რომ სუვიული ბაიკი და წრიულს მარტო, მაგრამ ავტო ჩემთვის ვაფშე სხვა ის არის და თქვენზე მაქვს საუბარი. რაღაცა თუ არ გაერთიანდით და მოიხოდეთ და ერთმანეთს უბალეშიკეთ და ის არ გამოვა. მე ძალიან ხო გენოე პირველად რომ მოვედი, მაგრამ გამიკვირდა ეხა ტრიბუნაზე თუ შეამჩნევდი ნახევარზე მეტი დრიფტერი იდგა. ეხა დრიფტერი მოვიდნენ ჩემ საყურებლად, ნოდო მოტოზე გამოდისო ეხა და ავი ბაიკერები რო ხართ, ჩეკრებებზე ერთად ხო დადიხართ. ხანდახან ხომ ქალაქში კოფეით არ ეუბნები წამო ეხა 26-ში 27-ში შეჯიბრე რა. ხო, აიგა ზუსტად რა. რას გეუბნება, არ ამიზარება? ნუ არ შეიძლება ეგ. ყოფილიყო გავს პასუხებიც. ხო და ნუ არ შეიძლება რა. კი, ეგრეა ზუსტად. ანუ ავტოს მე რატო ვიდახი, ანუ ზუსტად ავტოსპორტი მაგით განვითარდა რა. დები და ანუ მოტოს კომანდაც უნდა გაერთიანდეთ, რომ ზუსტად თქვენვე განავითაროთ. ანუ მაყურებელსაც აქვს როლი განვითარებაში და არა მარტო მონაწილე. მნიშვნელოვანესი არის ეგ რა, იმიტომ რომ ჩათვალე ეხა წარმოიდგინე 26-27-ში რა მაგარი შეჯიბრია, ხო? ავტო და მოტო შეჯიბრი არის ერთად. სეტანტა შუქებს, ისა შუქებს, ესა შუქებს, ხო? ანუ ეხა ამაში წარმოიდგინე ესეთი მასშტაბური ღონისძიებაა და მოტოს მოყვარული ხარ. მონაწილეობა იმით მაინც როგორ ვერ უნდა მიიღო, რომ ჩახვიდე და უყურო. ანუ იმენა დანაშაულია რა. ხო და თან ეხა ჩათვალე მოტო შეჯიბრი რო ტარდება და ხალხი რო რავია გადაჭედილი რო არის იქაურობა გინდა არიან სპონსორიც ინტერესდება რა ამ რგოლით. ეხლა ამ ეტაპზე რაც ძალიან სამწუხარო იყო სპონსორი ბოლოს არ ყავდა. ხო და ეხავს რა უბრალოდ. ანუ სპორტსმენი ბოლოს არ ყავდა, მაგას ჩემი აზრით მაგ ყველაფერს აი ზუსტად ეგეც მოიტანს რა, მაგრამ მაგასთან ერთად ძალიან მაგარი იქნება რომ ბევრი სპორტსმენს ეყოლება სპონსორი. ანუ ყურე რა ის თქმა ფედერაცია რაღაცნაირად გააკეთებს სპონსორი თავისთვის მოიზიდოს და შეჯიბრი ჩაატაროს. მაგრამ თვითონ მონაწილესთვის არ რთულია ეგ საქართველოში და
თუ ზუსტად ეგ იქნება რომ მაყურებელი იქნება ბევრი, მე უკვე ეგეც მოხდება. მოხდე თვითონ სპორტსმენებს რო ყავდეთ რა სპონსორები რა. ხო, კი, რა თქმა უნდა, თან ნუ ისეთი სპორტია გინდა არ გინდა გჭირდება რა. გვერდში დგომა და რაღაცნაირად დახმარება თორე. კი, მაგრამ მე მაინც ისე ვარ ხოლმე რომ მიჩვენია რომ რაღაცა ის საწყის ეტაპზე ყავდეთ სპორტსმენები, ანუ გულისხმობ ხა ბავშვებს რა, ანუ გიორგი მხოლოდ ლაპარაკა რომ მინდა რომ ბავშვების თემა, ანუ ეს ყველაფერი ანუ ისევ და ისევ გეუბნები ავტოდან რა, ანუ ეხა რაღაცა მე რო გამოვაკლდი ავტოსპორტს, იმას კი არნიშნავს რომ ავტოსპორტს ერთი კაცი გამოვაკლდა, არა, ყოველ წელს ემატება 10, 5, 7, 8. იქ კარტინგი არის, ხტები, იმ კარტინგზე იზრდებიან ბავშვები, გადადიან გინდა. მოტოშიც ეხა ჯიჯი აი წელს გამო მომავალ იმის მერე ხო აღარ შეიძლება აღარ გამოვიდეს. უკვე ბებერია თან. ხო, აღარ არ არის ბებერი, მაგრამ აღარ გამოვიდეს რა. ხტები რაღაცა სხვა უკვე ცხოვრება, მეუღლე, შვილი რაღაცა ის და ანუ ვეირ რა. მე ვიღაცა ხონდა ჩანს, მაგით აი ბავშვებს უნდა მიაქციონ, ხტები ყურადღება. ეგ არის და იგი გეგმება ზუსტად აი ჩიქოვანმაც რო თქვა რომ ეს რაღაც მინი ჯიპის თემები დაიწყება და გონი რომ წავალთ რა ცოტა წინ. ნახოთ. მე მინდა რომ წარმატებები გისურვო ნოდო. მადლობა დიდი. მოწვევის მიზნების ასრულებაში და მადლობა რომ აი ესეთ საინტერესოს ხდი ბიჭებთან ერთად ჩვენ სამურბოლოს და რა ვიცი, გამიხარდება შენი წარმატება და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ცოტა ხანში აი შენ და ჯიჯი რო იქნებით აქ რა. მეც სადღაც იქ წამოგეცე. ვაფშე პრობლემა აი არანაირი პირიქით მეგონები, მეტი რაც მეტი იქნება, მით უფრო კაი იქნება. აუცილებლად იქნება გული მიგზნობს უეჭველი ეგრე იქნება რა. თქვენ კიდე არ დაგაუწევთ, გამოიწეროთ არხი, დაწეროთ კარგი კომენტარები და ბევრი გულები და ჩვენც უფრო მეტი мотиваცია გვექნება რომ ჯიჯის დაუწეროთ გული არ გაუსკრეს და შეწავედით. უკეთესი და უკეთესი ვაკეთოთ რა. შეგხვდებით მომდევნო ეპიზოდში.